ჩანაწერის დაწყებულია. მოგესალმებით ყველას. გილოცავთ ამ კურსზე შემოსვლას. ძალიან მაგარი არჩევანი გააკეთეთ. რადგან თქვენ გამოიმუშავებთ ამ კურსის განმავლობაში ძალიან ბევრ უნარს პროგრამირებაში და ზოგადად კომპიუტერულ უნარებს. რაც ყველგან გამოყენებადი არის. რაც შეეხება ახლა მოდი დავიწყოთ იმით თუ რა შეეხება ჩვენი კურსი. ჩვენი კურსი ქვია Game Development. ჩვენ შევისწავლით თამაშების შექმნას. არსებობს თამაშების შექმნას სჭირდება ბევრი უნარი. ერთ-ერთი უმთავრესი არის პროგრამირების ცოდნა, დიზაინის ცოდნა, დაგვჭირდება ჩვენ ხმებთან მუშაობა და კიდევ უამრავი რამ. რისგანაც შედგება თამაშები ზოგადად. ამ კურსის განმავლობაში თქვენ თუ იყავით აქამდე მოთამაშეები, გახდებით უკვე შემქმნელები. უნდა განვასხვაოთ ჩვენ game development-ი gaming-ისგან. უკვე თქვენ შექმნით თამაშებს. Game development-ი არ ნიშნავს რაღაც ჩვენ ამ კურსის განმავლობაში რა თქმა უნდა მხოლოდ ვიმუშავებთ, ხო? კარგი მე მგონი ყველა შემოვიდა. და დავიწყოთ. მოდი ჯერ იმას ვიტყვი ასევე რა შეეხება ჩვენი კურსი. რა არის game development? თამაშების შექმნა. მარტივად ესე ვიცით ჩვენ. და ეს game development-ი თამაშების შექმნისთვის არსებობს ბევრი პლატფორმა. ალბათ მოსმენილი იქნებოდათ, რა თქმა უნდა, გაგებული გიქნებათ რამდენიმე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არის Unity, 2-3 თამაშების შესაქმნელად, Unreal Engine, Unreal ძრავა, Godot-ი და კიდევ ბევრი სხვადასხვა სამუშაო ძრავა არის თამაშებთან. ჩვენ გამოვიყენებთ Roblox Studios. რატომ ავირჩიეთ ჩვენ მაინც და მაინც Roblox Studio ახლა? ის არის მარტივი, არ არის საჭირო არანაირი აქ წინა გამოცდილება. და მარტივად, რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა დაიწყოს მარტივით, ხო? მარტივი არის ყველაფერი, ინტერფეისი და ასე შემდეგ, რასაც გავაკეთებთ. გაგიადვილდებათ ყველაფერი. ასევე არის ძალიან მოხერხებული, კომფორტული. თან მულტიპლეიერი აქვს თვითვე ჩაშენებული ჩათვალეთ. და ჩვენ აღარ დაგვჭირდება ამაზე ცალკე მუშაობა. და ბევრი რაღაც არის ჩვენთვის უკვე ავტომატიზირებული. თანაც Roblox-ი არის ძალიან პერსპექტიული პლატფორმა და იზრდება, ხო, ზრდის პროცესში არის. ოღონდ როგორც თქვი წეგან, ამის თქმას ვცდილობდი, რომ ეს game development-ი არ უნდა აგვერიოს ჩვენ gaming-ში. მოდი გაგაცნობთ ჩვენ სილაბუსს. ანუ იმას თუ რა შევისწავლით ჩვენ ამ კურსის განმავლობაში. Roblox-ში თამაშების შექმნა მოიაზრებს ამ კურსის განმავლობაში ვისწავლით ჩვენ Roblox Studios გამოყენებას მთლიანად. ასევე Lua-ს პროგრამირების ენას, ეს გაგიძლიერებთ თქვენ საფუძვლიან ცოდნას. სკრიპტების, ანიმაციების და GUI არის Graphical User Interface, ანუ რასაც ხედავთ ჩვენ ეკრანზე, ეს არის გრაფიკული ინტერფეისი, ესეც მსგავსი ელემენტების დამატებას და ხმებს ასევე. სერვერსა და კლიენტს, ანუ ონლაინ თამაშები როგორ მუშაობს. აი, როდესაც ერთდროულად რამდენიმე მოთამაშე არის ჩართული ერთ სივრცეში, ხო? როგორ ხდება აი ყველაფერი, აი მაგას შევისწავლით და ზოგადად მონაცემებისა და ლოგიკის შენახვას. ამ კურსом დაასრულებთ გექნებათ ყველა საჭირო უნარი, რომ შექმნათ თქვენი უნიკალური თამაშები. და გამოაქვეყნოთ ასევე ისინი Roblox პლატფორმაზეც. გამოქვეყნებამდეც მივალთ ასევე და უკვე მონეტიზაციამდეც, ანუ ჩვენი თამაშის რისთვის ვქნით ჩვენ თამაშს, რომ რეალური თავიდან დავიწყეთ მექანიკებზე მუშაობას და შემდეგ უკვე რეალურ პროექტებსაც შევქმნით. მოდი თქვენთან მაქვს ესეთი კითხვა, აი თქვენ რატომ გინდათ game development-ის სწავლა? აი რატომ აირჩიეთ ეს კურსი? ვისაც სურვილი აქვს იმანი პასუხოს. გამოცდილება მქონდა უკვე და მინდა რომ უფრო სიღრმისეულად ვისწავლო Lua. რო უფრო მომშავ. კარგი მიზეზია. რომ game development ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და განვითარებადი რაღაცაა.
და ბავშვობიდანაც ზოგადად ძალიან მიგარო გეიმ დეველოპერი ყოფილიყავი და მაგიტომ. კი ბატონო. კიდევ მილიონერი რო გახვდე. მე თამაშებს რო თამაშობდი, სურვილი გამიშთა რომ მეც მინდა რომ შექმნა ესეთი რაღაც, რომ აი ესეთი რაღაც мотивация მიუცე ხალხს, რომ გეიმინგისკენ არ წავიდნენ პირიქით შექმნაზე. კი ბატონო. აი ესეც კარგი მიზეზი არის. ალბათ ყველას გითამაშია თამაში და გაგჩენია სრული რომ აი მე როგორ გავაკეთო, აი რასაც თამაშობ, ეს როგორ არის გაკეთებული, ხო? დაინტერესდით ამ ყველაფრით. კი ბატონო. კიდევ ვინმე თუ აქვს განსხვავებული მიზეზი. აი მე ჩემი თემას ხელი რა ქვია, ანუ ადრე Roblox სტუდიოში ვაკეთებდი რაღაც იმებს, რა ქვია, ავატარს და ანუ მან გამიჩნდა სურვილი რომ თამაში შემექმნა, მაგრამ ანუ არ მქონდა რა გამოცდილება და მინდოდა რომ მესწავლა. მაგიტო გადაწყვეტე გეიმ. აი აქ მიიღებთ კარგი სიტყვა ახსენა. მოიცადეთ, ხო, კარგი სიტყვა ახსენა გაბრიელმა. გამოცდილება. აი ამ კურსის განმავლობაში თქვენ დააგროვებთ დიდ გამოცდილებას. გვექნება ხოლმე ასევე გუნდური სამუშაოები ყოველ მე-13 გაკვეთილზე. ნუ Roblox აქვს თვითონ კოლაბორაციის ფუნქციას. სადაც შეგიძლიათ თქვენ ერთად იმუშაოთ გუნდურად. ნუ გაძლევს საშუალებას, რომ live რეჟიმში, აი პირდაპირ ჩართვით, გააკეთოს საქმე ერთად. ზოგადად ესე იქნება ხოლმე ხარისხიანი პროექტები. ერთი ადამიანი გააკეთებს საფუძველს, მეორე კედლებს, მესამე ჭერს და ესე შენდება რეალური თამაშები. რაიმე კითხვა იყო? მას. გისმენ თქმა მინდა რა დავიწყე გეიმ დეველოპმენტი. შემოსული არ ვიყავ. შეგიძლია გაიმეორო კითხვა? მას კითხვა არა მას. ანუ თქმა მინდა გეიმ დეველოპმენტი. კი, შეიძლება რა თქმა უნდა. აბა გისმენთ? მას აი ეს ვითარ თამაშები მეყვარდა და მე ახლაც მეყვარს და სულ მაინტერესებდა ანუ როგორ ანუ ეს რომ იყოს კიდე ძალიან მაგარი იქნებოდა მეტად როგორ აკეთებენ მაგალითად ჩვენ თვითონ თავმატონ რამე მასეთი კი ბატონო ყველას მიზეზი ძირითადად ეგ არის ძალიან კარგი ნუ დაინტერესდით თქვენ უკვე აღარ გინდოდათ რომ ყოფილიყავით მხოლოდ გეიმერები და შემქმნელები გინდათ გახდეთ თქვენ ხო ბევრ საინტერესო რამეს ვისწავლით ჩვენ ვიტყვით ნუ გეიმ დეველოპმენტზე ვიტყვით უკვე ხო გისმენ გიორგი შენი მიზეზი რა იყო მე ხშირად ვთამაშობდი ხოლმე თამაშებს რა ის მაინტერესებდა ესე ვთქვათ რა იყო ამის კანონო როგორი შრომა იდებოდა სანამ აქამდე მოვიდოდა სიტყვაზე გრაფიკიდან დაწყებული მე ესე ვთქვათ სტრუქტურით აგებული და მიხარია რომ ეს კურსი მაძლევს იმის საშუალებას რომ უფრო სიღრმისეულად ჩავწვდე და შემეძლება მომავალში როგორი თამაშებს ვთამაშობდი იმაზე ბევრად უკეთესი შევქმნა კი ბატონო და თუ რა თქმა უნდა ბოლომდე გაყვებით ამ კურსს და ისწავლით და მოინდომებთ არის არმაცებთ რა თქმა უნდა შექმნით კიდევაც ვისწავლით ჩვენ ნუ პირველ რიგში უნდა დავიწყოთ Roblox Studios დაინსტალირებით რომ შეუძლოთ მასში მუშაობა შეიძლება რამდენიმეს არ აქვს დაინსტალირებული ნუ მე მაქვს ზოგიერთს აქვს უკვე ახსენეს მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ნოლიდან და გავივლით ყველაფერს ბატონო ლუკა კითხვა მაქვს გისმენ მას ორი კვირიანი შეიძლება ეს რო გახდეს მას გეიმ დეველოპმენტი ვნახოთ ყველაფერი შესაძლებელი არის მოდი ახლა ჩვენ გადავიდეთ უკვე დავიწყოთ Roblox Studios ინსტალაცია თვითონ ხო ამისთვის უნდა შევიდეთ Roblox-ის პლატფორმაზე გისმენ მას მე უკვე გადმოწერილი აქვს მას ეგ ხო ვისაც არ აქვს გაკეთებული ისინი მომყევით მაგრამ მე მაინც გაჩვენებთ დეტალურად. ესე იგი, ჩვენ გვინდა შევიდეთ Roblox-ის მთავარ გვერდზე და გვინდა შევქმნათ ახალი აკაუნტი. ამ აკაუნტიდან გამოვალმე. როდესაც შეხვალთ აი Roblox-ის ოფიციალურ გვერდზე, აი login page-ი არ გვინდა, გადავიდეთ ჩვენ sign up page-ზე. ხო, აქ აკაუნტის შექმნისას მიუთითებთ თქვენს ინფორმაციას ამას მნიშვნელობა არ აქვს ახლა ჩვენ შემთხვევაში და უშუალოდ იყოს ეს
ხო, აქ შეგვიძლია ჩვენ ავიღოთ რაღაც სახელი, დავუშვათ აი ეს სახელი რაღაც ნებისმიერი. ხო, ეს ძალიან დიდია. თქვენ შემთხვევაში შეიძლებათ რეალური სახელი გამოიყენოთ დავალებების შემოწმებისას გაგვიადვილდება. გისმენ? მასზე თქვენ გითხარით სახელი და გვარი და ბოლოს გვაში გვა უნდა დაგვეწერა. ხო, მოდი ეგრე გავაკეთოთ. აი ეს გააკეთეთ ხოლმე სახელები. დავუშვათ გუა, ლუკა გურგენიძე შემთხვევაში. აი ესე დაირქვით სახელები. რადგან დავალების შემოწმებისას დაგვჭირდებათ ყველა შექმნილი აქვს უკვე. პროფილებით შემოწმება. ყველა შექმნილი აქვს წინასწარ. კი შევქმნები. ნუ ვისაც არ აქვს გაკეთებული, გააკეთით აუცილებლად. ნუ აი ესეთი ფორმატით შეგიძლიათ დაირქვა სახელები. გისმენთ? მასმა ჯერ ჩემი სახელი მიწერია და მერე მიწერია გოა. ხო, არა უშავს დიდი მნიშვნელობა არ აქვს მაგას. პაროლსაც აირჩევთ რასაც გინდათ. ავიღოთ მარტივი პაროლი, ერთი წამით. მას ერთიდან რომდე? ნუ მნიშვნელობა არ აქვს, რაც თქვენ გინდათ. და დავრეგისტრირდებით. ამის შემდეგ დარეგისტრირებისთანავე ჩვენ გადავდივართ აი ამ create კატეგორიაში. ხო, ეს თამაშები ჩვენ არ გვაინტერესებს და არ გამოიყენოთ, ნუ არ უნდა ითამაშოთ, რა თქმა უნდა. თუ ითამაშებთ რომელიმე, ჩათვალეთ -1000 ეურო გექნება შემთხვევაში. და მით უმეტეს ეს აკაუნთი არ გამოიყენოთ. შევქმნით ჩვენ დავაჭერთ ამ ღილაკს. ხო, ვისაც არ გაქვთ დაინსტალირებული Roblox Studio, დააჭერთ Download Studios. და თვითონ მოცემული იქნება ნაბიჯები დაინსტალირებისათვის. მარტივი არის. Download Studio ღილაკზე დაჭერის შემდეგ ჩაიწერება დასაინსტალირებელი გამოიწერება Roblox Studio ჩათვალეთ და იმას გახსნით რომ დააინსტალიროთ. და იგივე შედეგს მიიღებთ, რასაც მე. გავხსნათ ჩვენ Studio. დავაცადოთ და აი გაიხსნა მეორე გვერდი. დავაჭიროთ login via browser და გავივლით ჩვენ აქ ავტორიზაციას continue. გავხსნათ. მას. გისმენ? მას აუცილებელია რომ ახალი აკაუნტი შევხსნათ, უკვე მაქვს მას ერთიდან. ხო, ვისაც არ გაქვთ აკაუნტი შექმნით და გირჩევთ ზოგადად აი ამ სწავლებისთვის ცალკე აკაუნტით დაიწყოთ მაინც. ხო, აქ გვაქვს ჩვენ რამდენიმე ვარიანტი, წინასწარ გამზადებული place-ები, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ნუ აი აქამდეც რაიმე თუ ქონიათ შექმნილი ის place-ები იქნებოდა მოცემული. ხო, მე მოვამზადე ერთი მაგალითი, აი რის გაკეთებას შეძლებთ თქვენ, როდესაც დაასრულებთ აი ამ კურსს. ზოგადად ხო, გადავიდეთ მოდი. როდესაც გაერკვევით თქვენ ბევრ საკითხში, აი ამ თვითონ game development-ში, გაგიმარტივდებათ ყველაფერი. მოდი გავტესტოთ რა გავაკეთე, რა პროექტი გავაკეთე მე. ხო, ეს წესით მაინც იმუშავებს. გვარლებო, რა არის თქვენი პროფესია? ეს რეალურად თქვენი აზრით რამდენი ხანი დასჭირდებოდა ამის გაკეთებას? მას ძალიან დიდი ხანი. 10 წუთი. ხო, დაახლოებით. რას? ნუ კუცენა შეიძლება ასე დაარქვათ. აი ეს introduction-ი რომ იყო. ნუ ეს მასზე სადველი ჩანს. კი, არის კიდევა სადველი. მას იმ toolbox-დან შეგვიძლია მას ეგეთი პერსონაჟები გადმოვიდამთ. კი, პერსონაჟები მართალია toolbox-დან არის, მე არ გამიკეთებია. ნუ ამას გაკეთებას დაჭირდა უბრალოდ ერთი სკრიპტი. აი აქ მექნება kutzen handler-ი. თვითონ kutzen-ისთვის. ნუ მქონდა ერთი ფოლდერი. აი რეალურად ის კამერა რომ მოძრაობდა, ეს იყო ორი ფართი. რომლის ადგილასაც გადავიტანე კამერა მე. აი ამ კოდის მიღმა რა არის, რომ თქვათ კამერის ადგილი შეუცვალე უბრალოდ. კამერის ადგილი შეუცვალე ამ ფართით. რაღაც წამების შემდეგ. ოღონდ
იყოს smooth რაღაც ზუსტი გადატანა, ხო, თანდათანობით რომ გადავიდა. ეს გავაკეთე მე twin service-ით. ნუ მაგას მოგვიანებით გავეცნობით ჩვენ. ეს არ გვაინტერესებს ახლა. მოდი გავხსნათ ახალი base plate. კეთა template-ები და ეგენ რომ აი გაკეთებულა და შეგვიძლია ეგაც გავხსნათ. კი. ისინი შეგვიძლია გავხსნათ. ავიღოთ ჩვენ ჩვეულებრივი base plate-ი. ნუ შეგიძლიათ კი ბატონო გააკეთოთ ჩვენს პარალელურად არ იქნება პრობლემა. ეხლა გავიცნოთ რეები გვაქვს აქ მოცემული ჩვენ. აი ბევრი რაღაცა არის, როგორც ხედავთ, ხო? ეს არის ჩვენი სამუშაო სივრცე, სადაც კოდებს დავწერთ და ზოგადად შევქმნით თამაშებს. ახლა რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ აი ამ სივრცესთან მუშაობისას. ნუ რამდენიმე ეს გამოვვრთოთ არ გვინდა ჯერ, შეიძლება თქვენთანაც იყოს გახსნილი და გამოვვრთავთ აი ამ ფანჯარა რომ იყო explorer-ი და output ფანჯარასაც გამოვვრთავთ. ჯერჯერობით არ გვჭირდება, აი ესეც გამოვვრთოთ. ნუ მოცემული გვექნება ესეთი სამუშაო სივრცე ჩვენ. ეხლა რისგან შედგება ეს სივრცე? ნუ ბევრი რაღაც არის. მოცემული ამებს თანდათანობით გავეცნობით ახლა. და პირველ რიგში აი სუსუ მარცხნივ რასაც ხედავთ, ეს არის ფაილი. ნუ როგორც ხედავთ, აი რაღაცაზე რომ მივიტანთ ხელს ან ახალ აი კოდში რამეს რომ დავწერთ ან რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ სტუდიოში ყოველთვის გვაქვს განმარტებები. და შეეცადეთ, ნუ აუცილებლად წაიკითხეთ ხოლმე მნიშვნელოვანი არის. რა არის ახლა ეს ფაილი? აქ დაჭერით, შეგვიძლია გავხსნათ, შევინახოთ ან გამოვაქვეყნოთ ნებისმიერი place, აი სამყარო ესეთი, რაზეც ვიმუშავებთ ჩვენ. და ყველაფერი ის გაკეთება შეგვიძლია, აი პარამეტრების შესვლა და ასე შემდეგ. ნუ პირველი არის ახალი place-ის გახსნა, ეს არის open from file. ჩვენ რომ რაღაც ფაილიდან გავხსნათ ახალი place-ი, ჩავტვირთოთ, ჩათვალეთ. კიდევ გვაქვს open from Roblox, ანუ Roblox-ზე გამოყენებული თამაშის გახსნა არის ეს, გისმენ? მასე შეგვიძლია ორი თამაში ერთად დავკავშიროთ? კი, შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ტელეპორტაციით თუ ორი ერთ place თუ ავიღებთ მეორე place-ში და შეგვიძლია იქ ტელეპორტაცია. ასეთი რაღაც. ნუ ხშირი არის ხოლმე მაგის გამოყენებაც. ეს მეოთხე არის უბრალოდ გამორთვა ამ place-ის. აი, რას გულისხმობ ახლა აქ, როდესაც ვიზახი ფაილიდან გახსნა. ჩვენ შეიძლება რაღაც პროექტი დავასეივოთ, როგორც ფაილი, რომ არ დაგვეკარგოს. რისთვის არის ახლა ეს საჭირო. ეს გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გვინდა რომ რაღაც შესრულებული პროექტი გავხსნათ ჩვენ მეორე აკაუნტში, ან გადავიტანოთ რაღაც ეს ასეთები, აი მონაცემები, სხვადასხვა ობიექტები და ასე შემდეგ. ამისთვის შეიძლება გამოგვადგეს. ხოლო ერთი არის ფაილიდან გახსნა, მეორე არის უკვე არსებული ატვირთული განთავსებული place-ის გახსნა Roblox-იდან. ნუ ეგ არ გვაქვს ჩვენ ამ აკაუნტზე, ამიტომ ამას ვერ გამოვიყენებთ. ეს გამოვვრთოთ. ნუ წეღანი გავაკეთეთ ფაქტიურად აი მთავარ მენიუში რომ ვიყავით. ნუ ამის მაგალითს გაჩვენებთ მოგვიანებით თუ დაგჭირდება. ხო, ასევე აქ გვაქვს ჩვენ დასეივების შენახვის ფუნქცია, აი რაღაც პროექტზე თუ იმუშავებთ, ხომ გვინდა რომ დავასეივოთ, რომ არ დაგვეკარგოს პროგრესი. ამისთვის გამოვიყენებთ save to file ღილაკს. გვაქვს ასევე save to file s, ანუ ეს არის ფაილად შენახვა, ერთი ხომ არის ფაილიდან გახსნა. აი ფაილად შენახვა, დაუშვათ. ავირჩ გადაგვიყვანს ეს ჩვენს დოკუმენტების ფოლდერში და დოკუმენტებში გვაქვს ერთი place-ის ფოლდერი. შეგვიძლია შევინახოთ ეს place. და სხვა აკაუნტიდან შევძლებთ უკვე მის გახსნას. აი ესეთ Roblox-ის ფაილად შეინახება ჩათვალეთ. კიდევ რა გვაქვს აქ? კიდევ გვაქვს უკვე Roblox-ი დასეივება თვითონ. Roblox-ი დასეივება უნდა რაღაც სახელის მიხედვით, აქ კონფიგურაციას მოვახდენთ. კიდევ გვაქვს save to Roblox s, ანუ დასეივება, ხო ეს თქვით, publish to Roblox გამოქვეყნება. Alt და P შემოკლებით შეიძლება გავაკეთოთ ეგ. და უკვე რაღაც სახელის დარქმევის მიხედვით. მოცემული გვაქვს აქ ასევე ჩვენ setting-ები, თამაშის setting-ები და სტუდიოს setting-ები. ნუ რა არის თამაშის setting-ები? ჯერ უნდა დავასეივოთ, რომ შევძლოთ setting-ების შესვლა.
ეს არის სახელის დარქმევა, აღწერის ჩაწერა, მოწყობილობები, აი რა მოწყობილობებიდან შეიძლება ჩაირთოს. ხო, ასევე ჩვენი კურსი მოიცავს იმასაც, რომ სხვადასხვა მოწყობილობებზე სწორად იმუშაოს ჩვენმა პროექტმა, თამაშმა. შეგვიძლია ავირჩიოთ აქ, ვინ იქნება შემქმნელი, გრუპი თუ იქნება. რა არის? როცა ბევრ ხალხთან ვითნავე, როცა ჯგუფურში ვიქნებით ეგრე ხო, აქ შეიძლება გრუპი გქონდეს. ან მეორე გზა არის team create. ანუ სხვებთან ერთად მუშაობა, რომ შეგვეძლოს კოლაბორაცია. და მონაცემთა გაზიარება ეს არის, რომ Roblox მივაწოდოს სხვადასხვა ინფორმაცია, რომ გამოიყენონ თავიანთი ხელოვნური ინტელექტის დასატრენინგებლად. ისეთი არაფერი არ არის მეტი აქ. ხო, მოდი დავასეივოთ ეს place-ი ჩვენ. ერქვას untitled game და დავასეივოთ. ხო, აი ახლა შეინახავდა ამ place-ს. დავაცადოთ. იქნება სერვერი და უკავშირდებით. ახლა გაიხსნა ისო. შეგვიძლია კოპიც ჩავიწეროთ ამისი და სხვადასხვა საშუალებები გვაქვს. ახლა შეგვიძლია game setting-ების გახსნა. ეს არის მთავარი setting-ები თამაშის. აქ კამერის ეს მიკროფონი და კამერის კომუნიკაცია რომ დაამატა Roblox-მა, შეგიძლიათ კამერის ჩართვის უფლება გქონდეთ, აი მათი ეს კამერის ჩართვა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, რომ ანიმაცია მოახდინონ მათი ქარაქტერის, პერსონაჟის თავიანთი, ხო გადაადგილებებით. აქ permission-ები არის, უკვე საჯაროდ თუ გამოვაქვეყნებთ. და ამერიქს გავეცნობით კიდევ მომავალში, ისეთი არაფერი აქ. აი ესეთი მენიუ გვაქვს აქ ძირითადად. გვაქვს კიდევ studio setting-ები. აქ უკვე ჩვენ ეს არ ეხება თვითონ თამაშს, ეს ეხება ჩვენ გვეხება ფაქტიურად აი მუშაობის პროცესში, რა როგორი გარემო გვექნება. აქ სხვადასხვა რაღაცების შეცვლა შეგვიძლია. ყველაზე პირველი რასაც გირჩევთ არის რომ წესით აქ უნდა იყოს theme, ანუ ფერი, theme. არის თავდაპირველად ეს light, ანუ თეთრი theme არის. აი რო გადავცვალოთ ახლა. გაჭედა რატომღაც. ხო, რო შევცვალოთ ეგ. აი ეს ყველაფერი რასაც ხედავთ იქნება თეთრ რეჟიმში და გატკენ თვალებს. ამიტომ გირჩევთ რომ აირჩიოთ dark theme აუცილებლად. აი როგორც ხედავთ საშინელება არის ეს თეთრი მოვდი და მოსმე ისა ჩატში ის უფლება მაქვს მას. რა არის? არ გაქვს შესვლის უფლება? ჩატში წერის უფლება მას მონი როლი არ მაქვს. ხო. როლი ვისაც არ აქვს ანდრია, მიანიჭე game development როლი დაემატა. Game developer არა ვარ, game development student. და ეგ როლები მიანიჭე. როლი და თუ შეიძლება რომ ხო, ყველას მოგანიჭებთ ანდრია. ჩემი ასისტენტი. ხო, ახლა პირველ რიგში მოდი გავეცნოთ, აი რა გვაქვს აქ პირველ გვერდზე მოცემული. ეხლა როგორ შეგვიძლია ეს სამუშაო სივრცე გამოვიყენოთ ჩვენ. W, S, A და D ჯილაკების საშუალებით შეგვიძლია ჩვენ აქ გადაადგილება. W-ით მივდივართ წინ, საითაც იყურება წინ ითვლება, საითაც ჩვენი კამერაა მიმართული. კამერა რომ მივატრიალოთ, მარჯვენა მაუსის ღილაკს ვაჭერთ, გვეჭირება და მაუსს ვამოძრავებთ, საითაც გვინდა რომ მივბრუნდეთ და უკვე გადაადგილებისთვის ვიყენებთ W-ს წინ წასვლელად, S უკან დასაბრუნებლად, D-ს მარჯვნივ გადასასვლელად და A-ს მარცხნივ გადასასვლელად. აი ამ ღილაკებით მოძრავთ. ახლა გვაქვს ჩვენ აქ რამდენიმე ხელსაწყო. პირველი არის select, ეს არის მონიშნა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ რაღაც მოვინიშნოთ ჩვენს ამას დავარქმევთ ჩვენ პროექტს, აი ჩვენს პროექტში, ჩვენს გარემოში, ხო? ნებისმიერი რაღაც მონიშნა შეგვიძლია. შემდეგ movie არის უკვე მეორე ხელსაწყო, ხო, select რომ ავირჩიოთ ერთიანსაც შეგვიძლია დავაჭიროთ, movie რომ მარტივად დავირჩიოთ ორიანს. ჩვენ უნდა მოვინიშნოთ ობიექტი, აი მაგალითად spawn ლოკაცია. შეგვიძლია ეს spawn ლოკაცია გადავაადგილოთ ჩვენ აი ეს ხელის ნიშანი რომ ჩდება. წავიღოთ სადაც გვინდა. ამას ვაკეთებთ ჩვენ
მაუსით საჭერით და შემდეგ წაღებით ჩვენ სასურველ პოზიციაზე და აუშვებთ მაუსს. აი ეს შეუძლია ჩვენ spawn ლოკაციის გადაადგილება. კიდევ გვაქვს ჩვენ ხელსაწყო scale. ნუ scale უცვლის ზომას. ნუ სანამ ამ ხელსაწყოებს განვიხილავდით, ყველაზე საბაზისო არის ფართის შექმნა. აი ეს ღილაკი არის, რაც შექმნის ბლოკს. აი ეს ნაწილს გააჩენს ჩვენს სამუშაო სივრცეში. მას რამდენი ხანი მაინტერესდა ის რაში გჭირდებათ ეგ ბლოკი? ეს ბლოკი? ეს ბლოკი არის ზოგადად ყველაზე საბაზისო სამშენებლო კონსტრუქტორი აი მთელი მოდელებისა და თითქმის ყველაფრის Roblox-ში. CSG ეწოდება შემოკლებით. აი კონსტრუქტორი ობიექტი არის. ისმენ? კითხვა იყო? რას დააჭირეთ? ფართი რომ შევქმენი? ნახეთ Ctrl-Z-ითა და Ctrl-Y-ით შემიძლია მე უკან დავაბრუნო ან უკან დავბრუნდე. ნახეთ გავაკეთო. არა, თვითონ ბლოკირო გაქვს. კი, მაგას ვიტყვი ისევ. აი შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ Ctrl-Z-ით, ანუ დავაბრუნოთ უკან მოქმედება. ან გავაკეთოთ Redo. ანუ უთაბრუნებული მოქმედება განვახორციელოთ ისევ. ბატონი ლუკა კითხვა მაქვს. მოდი ჯერ იმ კითხვას უპასუხებ. ფართი რომ შევქმნათ ხელახლა ისევ ვაჭერთ აი ფართ ასეთი ნახეთ ოთხკუთხედი კვადრატი იქნება home განყოფილებაში. სხვადასხვა განყოფილებები ხო გვაქვს აქ. და აი ამ თავარ განყოფილებაში იქნება ფართ და ამაზე დაჭერით იქნება ბლოკი. კიდევ იყო რაიმე კითხვა? ბატონი ლუკა ჩვენ საკლასოები გვექნება? კი, საკლასო დავალებები გვექნება რა თქმა უნდა. კარგი, გავაჩინოთ. და ის რამდენი ხნიანი იქნება მას მე მაკითხვა. ნუ გააჩნია რა დავალებაზე იქნება ლაპარაკი. აბა გისმენ უცა? მას აი ფერების შეცვლა როგორ შეგვიძლია ან მაგ ყველაფერს ვიტყვით. ყველაფერი შეგვიძლია. შეიძლება კოლორო მაწერია მოუნიშნოთ და შევწერ. ნახეთ რასაც კი. მე როლი არ მოიდგენთ. მას მეორე კითხვაც. გისმენ აბა? მას ან მნიშვნელოვანი მასე ძალიან რა არის მაგ ბლოკში? ამ ბლოკში რა არის მნიშვნელოვანი? ეს გამოიყენება ყველაფრის შესაქმნელად. აი შეიძლება ბლოკში იყოს რაღაც ფუნქციონალი დამაგრებული ბლოკთან. და ზოგადად აი ბლოკების გარეშე წარმოუდგენელი არის რაღაც პროექტის შექმნა. ამიტომ ამებთან მუშაობა მოგვიწევს ჩვენ მუდმივად. აი სულ მოგვიწევს ესეთ ნაწილებთან მუშაობა. ხო, ყველაფერი შესაძლებელი არის აქ. ას კითხვა მაქვს. ოღონდ როგორ უნდა დასვათ ეგ კითხვა. გისმენ აბა? ის რამდენი ხანში გადავალთ მას აი ღილაკები რო დავამატოთ მას? აი ღილაკები მაგალითად ელემენტები რო დავამატოთ, ხო? ნუ მაგებს ალბათ ზუსტად ვერ გეტყვი, გააჩნია როგორ აითვისებთ თქვენ. მივყვებით მასალას და ნახოთ. ნუ შეიძლება 12 გაკვეთილში, ან 11 გაკვეთილში დავიწყოთ უკვე, ან უფრო ადრეც კი. ხო, ეს მასე game pass-ებს რო აკეთებთ რა. შოპში რო პროდუქტებს კი ბატონო, ყველაფერს ვისწავლით რა თქმა უნდა. ეგენი სილაბუსში არის მოცემული. აი შეგიძლიათ გაიცნოთ ეტარულად. აი გადავხედოთ თუ გინდათ რას ვისწავლით, როგორი თანმიმდევრობით. ნუ ბლოკების შემდეგ ჩვენ ვისწავლით. აი ჯერ ვიწყებთ ბლოკებით, ნაწილების შექმნა. მერე უკვე დავიწყებთ კუთვნილებები რა არის, ამას ვიტყვით. ნაწილების დაჯგუფება, გაყოფა აი ამ solid modeling tools CMD-ებს ვისწავლით ჩათვალეთ. გავიცნობით ასევე სამუშაო სივრცეს, აი ყველაფრის თანათანობით. შემდეგ დავიწყებთ რელიეფზე მუშაობას. ვისწავლით როგორ შეიძლება რელიეფი დავამატოთ. ამას დაეთმობა სავარაუდოდ. რელიეფი არის კარგი კითხვა. აი გავდივართ გარეთ, ხო? ჩვენ ყოველ წუთში ხვდებით რელიეფს. რელიეფი არის გეოგრაფიაში რად იყენებენ ამ ტერმინს. აი ჩათვალე მიწა რო ავიღოთ, აი რაღაც ესეთი. ზოგან არის უფრო შემაღლებული ადგილი, ზოგან დაბალი ადგილი, ხო?
მას terrain. რელიეფი, კი, terrain, ეს არის რელიეფი. ინგლისურად. აი ზოგადად რელიეფს ვიძახით ჩვენ გარშემო გარემოს. გარემოს ფორმები არის რელიეფი. ბუნებრივი. ოღონდ ბუნებრივი, აი ფართი რო შევქნათ, ეგ არ არის რელიეფი. აი ის ბუნებრივი ფორმასაც გავს, აი ჩვენ რო სახლი ავაშენოთ რეალურ ცხოვრებაში, ეგ არ იქნება რელიეფი. მაგრამ თა რომ იყოს ბუნებრივად გაკეთებული, აი ეგ უკვე რელიეფია. გიორგი, შენ გქონდა რაიმე კითხვა? ესე იგი, ვერ ახსენებ. ესეთ დიზაინს შევქმნითო სახლის აშენება თავი აღწევანი იყო მითითებული რელიეფის სიტყვაზე ეფექტები და ამ ყველაფერს ჩვენი წინ გავაკეთებთ და ჩვენი შევქმნით ამ რეალისტიკურად თუ მოძიება მოგვიწევს რაღაც კონკრეტული ინფორმაცია. ნუ ჩვენით გავაკეთებთ ყველაფერს. შეიძლება რაღაცები მოვიძიოთ კიდევაც. მაგრამ აი როდესაც თქვენ უკვე გეცოდინებათ ეს კონკრეტული საკითხები შეძლებთ თქვენით. შეიძლება game development-ი არის ესეთი პროცესი, როდესაც სულ გიწევს რაღაცის სწავლა და რაღაცეების მოძიებას რა თქმა უნდა დაგჭირდებათ. კარგი, გავაგრძელოთ მოდი. ეს რაც შეეხებოდა ხო, ბლოკებს. ეხლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ბლოკის საშუალებით. ნუ როგორც გავეცანით წეგან რამდენიმე ხელსაწყოს, 4 ხელსაწყო გვაქვს ჩვენ. კიდევ ერთი არის transform. აქ არ გვაქვს შენ მოცემული, ოღონდ. პირველი შეგვიძლია მოვნიშნოთ ეს ბლოკი. მეორე ხელსაწყოს საშუალებით უკვე შეგვიძლია გადავაადგილოთ. ხო, გადაადგილებისას ჩვენ გვაქვს სულ 3 ღერძი. აი მთლიანი ჩვენი გარემო არის 3D ჩათვალეთ. და შედგება X, Y და Z ღერძებისგან. ეს კოორდინატე ღერძების მაჩვენებელი საშუალება რომ გავხსნათ ჩვენ. ამისათვის გადავდივართ view tab-ში და ვაჭერთ view selector. აი ეს არის. ნუ დანარჩენებსაც გავეცნობით უამრავი რაღაც არის აქ. დღეს საკლას გვექნება? კი, დღესაც გვექნება საკლას დავალება. ეს ფართი შევქმნით ჩვენ და შეგვიძლია მისი გადაადგილება. მოდი რაღაც გამოვთვალმე. წეს ჩავრთავ უბრალოდ, ჩართული უნდა ყოფილიყო თავიდან. ეს ფართი შეგვიძლია გადავაადგილოთ ჩვენ select-ის საშუალებითაც, მაგრამ უფრო ზუსტად თუ გვინდა, მისი მოძრაობა ვიყენებთ უკვე უბრალოდ ეს არ გვინდა ჯერ. ამისათვის ვიყენებთ ჩვენ აი ამ ისრებს. წითელი ღერძი არის X ღერძი, როგორც ხედავთ აქ. და ეს გადაადგილებს ჩათვალეთ ობიექტს წინ და უკან. ამ ღერძზე. ეგეთ ბლოკების გადიდება როგორ შეგვიძლია? ხო. აი ზუსტად მაგაზე ვაპირებდი ახლა ლაპარაკს. ეს ხდება უკვე scale ხელსაწყოს საშუალებით. ხო, მოდი ჯერ გავეცნოთ რა არის ახლა. ხო, კიდევ რა თქმა უნდა ამ ბლოკის გადატანა შეგვიძლია ჩვენ მარჯვნივ მარცხნივ ჩათვალეთ. წინ და უკან. უბრალოდ ხო, წინ და უკან. X ღერძი არის წითელი ის არის. ასევე შეგვიძლია ამის ზევით ქვემოთ ატანა, ეს არის Y ღერძი. როდესაც ჩვენ ობიექტი აგვაქვს ზემოთ ან ჩამოგვაქვს ქვემოთ. და როდესაც გადაგვაქვს უკვე ის მარჯვნივ ან მარცხნივ, ეს არის უკვე Z ღერძი, მესამე ღერძი. ანალოგიურად ხდება ობიექტის გადიდებაც. ეს ობიექტი ფართი თუ უნდა რომ გავზარდოთ ჩვენ ზომაში ვიყენებთ scale ხელსაწყოს. და scale-ით შეგვიძლია უკვე მას შეუცვალოთ ზომა. აი დავაჭიროთ ამ ფართს. შეგვიძლია ის გავზარდოთ ჩვენ ზომაში X ღერძზე. ამისათვის ვიყენებთ ამ ხელსაწყოს და აი წითელი ბურთულა რომ არის, აი წითელი მიგვანიშნებს, ხო, ორი აქვს ამას, როგორც ის არის გქონდა ჩვენ ორი. გადაადგილების შემთხვევაში. ერთ გადაგქონდა X ღერძზე ოღონდ დადებითი მიმართულებით, მეორეს უარყოფითი მიმართულებით. აი ნახეთ, კოორდინატებსაც გვიწერს. ეს არის -17. ეს კოორდინატები რა ერთეულში განისაზღვრება, მაგასაც ვიტყვის სულ ცოტა ხანში. და როგორც ხედავთ, შეგვიძლია აი ამ ფართის გადაადგილება ჩვენ. ასევე გვაქვს scale ხელსაწყო, ვთქვით ამაზე უკვე.
გისმენ? მას ძალიან ჭედავს თქვენი ხმა და თავიდან შემოვალ. კარგი, თავიდან შემოდით და ანდრია ამოიყვანეს თეიჯს. სხვებთანაც ჭედავს ჩემი ხმა? წესით არ უნდა ჭედავდეს. არა, მას არა. კი ბატონო. როგორც თქვით, შეგვიძლია ჩვენ ეს ფართი გავზარდოთ ორი მიმართულებით ზომაში, ან მარჯვნივ, ან მარცხნივ, Y ღერძზე. ანალოგიურად შეგვიძლია ფართის ზომების შეცვლა უკვე ჩვენ Y ღერძზეც და ეს უკვე სიმაღლეში გაზრდის ჩვენს ფართს. როგორც გვინდა შევუცვლით აი ამ ზომებს. და Z ღერძზეც როგორც Y ღერძზე იზრდებოდა სიგრძეში, აქ უკვე სიგანეში იზრდება ჩვენი ფართი. ბატონი ლუკო. გისმენ? მას თქვენი ხო რო ახსენეთ მაგას ვაკეთებ და მას ყვითელი გახდა და აღარ იზრდება და აღარც პატარდება და რა უნდა ვქნა? ზუსტად არ ვიცი რას გულისხმობ. შეგიძლია წაშალო ეს ფართი, აი მარჯვენა გლაკით დააჭირე და delete. და ახალი ფართი შექმნი უბრალოდ. ამას ლიმიტი არ აქვს, სამხელასაც გინდა გახდი შენ ჩათვალე ფართს. აი ამას ხო არ გულისხმობდი, რომ აღარ პატარავდება. ეს არის უკვე შეხედე რაღაც ფართი დავიდა თავის ჩათვალე შესაძლებელ მინიმუმამდე. ამაზე პატარა აღარ შეიძლება იყოს ფართი. რაღაც მინიმუმის წერტილს მიაღწია ჩათვალე. და ეგ არის ალბათ. რაიმე კითხვა იყო კიდევ? მასტია. გისმენ აბა? მას ანუ შესაძლებელია რომ მაგებით ანუ ისეთი რაღაც ვქნათ მაგალითად ერთი ანუ ცოტათი ზემოთ დავდოთ იმ რაღაც კი აი დღეს შეიძლება გქონდეთ უკვე სახლის აშენების დავალებაც ყველაფერი შეიძლება როგორც ვთქვით აი რასაც კი გაიფიქრეთ არა მას სხვა რაღაცა კარგი აბა გისმენ ანუ მას რომ ავწევთ და თუ მაგალითად ანუ ისე გავაჩერეთ რომ ანუ გვაშინა რომ შეიძლება შემთხვევით მოვკიდოთ და სხვაგან წავიღოთ და ეგ არ გვინდა შესაძლოა რომ გავაშეშოთ სადაც არის აი ეგ რო გავაკეთოთ არის log ესეთი ფუნქცია logs თუ დავაჭერთ ვეღარ შევძლებთ აი ამ ფართის მონიშნოს ნახე შემთხვევით ხო ეხა base plate-ი მოინიშნა იმიტომ რომ აი ამ ფართს ვეღარნაირად კიდევ მე ხელს ანუ ეს ფართი ფიზიკურად აღარ ინიშნება უბრალოდ როგორც ხედავთ მადლობა ხო ამ ყველაფერს გავიცნობით როგორც თქვი თანმიმდევრულად გისმენ აბა მას შემთხვევით base plate რომ წაგეშალოთ და place რო დააჭიროთ მას რომ ხდება ნუ რა თქმა უნდა ალბათ ქვემოთ ჩავარდებით მას ერთი კითხვა აქვს შეიძლება რადგან რატო ჩავარდებით ქვემოთ ეგ კარგი კითხვა იყო ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ აი აქ არსებობს გრავიტაცია დაუშვათ დავაჭირე მე რან ღილაკს აი ჩვენი ბლოკი ვარდება ქვემოთ აი რაც არ უნდა ზემოთ ავიტანოთ ეს მაინც ვარდება ქვემოთ იმიტომ რომ გრავიტაცია იზიდავს ამას ეს უკვე Roblox აქვს ავტომატურად გაჩაშენებული რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია მისი მოდიფიკაცია მაგრამ ნუ თავისთავად არის ეს გაკეთებული აი რაც არ უნდა ზევით ავწიოთ თქვათ მაინც ჩამოვარდება ეს არის რა გააჩერებს აირში აი ლოქი რო გავუკეთოთ მაინც აირში არა ლოქი ვერ გააჩერებს ამას ჭირდება ენკორი მაგას გავიცნობით სულ ცოტა ხანში კიდევ იყო რაიმე კითხვა მე მაქვს ერთი კითხვა აი ფართის შემოტრიალება რამენაირად შეიძლება კი აი მაგალითად გვერდზე რო შემოატრიალო ყველაფერი შეიძლება აი გავიცნობით ახლა მაგას ნუ ზომაში გაზდა დაპატარავება ვისწავლეთ მოდი ახლა გავიცნოთ ჩვენ როგორ შეიძლება შემოატრიალოთ ეს ფართი ნუ ამისთვის გვაქვს მეოთხე ხელსაწყო შეგიძლიათ ამას დააჭიროთ ანუ rotates ანუ 4-იანს უბრალოდ კლავიატურაზე მოდი ეს სიტყვებიც ამოვიწეროთ ჩვენ რა რას ნიშნავს აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ თორემ გაგიჭირდებათ მომავალში სიტყვების გარეშე სიტყვები უნდა ისწავლოთ გვაქვს ჩვენ 4 სიტყვა მას ინგლისური ძალიან კარგად ვიცი ხო აი ძალიან კარგი ვინც იცით ინგლისური გაგიმარტივდებათ ვინც არ იცით ნუ თანდათან ისწავლეთ ეგეც არ არის პრობლემა სელექტი არის არჩევა გვაქვს ასევე move ეს არის გადაადგილება გვაქვს ასევე scale ეს არის ზომის ცვლილება ზომის შეცვლა ასევე გვაქვს ჩვენ სიტყვა rotate ეს არის შემოbrunება
და ის სწორედ შემოbrunებაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ. ნუ აქაც შემოbrunების დროსაც გვაქვს 3 ღერძი. შეგვიძლია ჩვენ შემომატრიალოთ ეს ბლოკი x ღერძზე. x ღერძზე შემოტრიალება არის აი წითელი ის რომ არის მოსანიშნი, აი ეს წითელი რგოლი ჩათვალეთ. ეხლა რატო არის აქ რგვალი წრე? ნუ ზოგადად თლიანი ბრუნი, ერთი ბრუნი, სრული ბრუნი უდრის 360 გრადუსს. შემოტრიალება ხდება გრადუსებში. და წრეს თუ 360 გრადუსით რომ მოვატრიალოთ, ეს არის უკვე თავის ძველ ადგილზე დაბრუნება და აზრი არ აქვს 360-ზე მეტი შემოbrunებას. ამიტომ გვაქვს ჩვენ წრეები. ამ წრეზე შეგვიძლია აი როგორც საათის არის მოძრაობს, როგორც გვინდა ისეთ პოზიციაში დავამაგროთ ეს ჩვენი ფართი. ასევე შეგვიძლია დავატრიალოთ ეს ჩვენ z ღერძზე და შეგვიძლია დავატრიალოთ ანალოგიოდ y ღერძზე, ანუ სიმაღლე რითაც არის განსაზღვრული. აი ესე შეგვიძლია ხო, შემთხვევით base plate-ს ავხსნით წერა მე მგონი ლოკი. მოდი დავლოკოთ ეგ. ხელი გვეშლება. ის toolbox-იდან ხო შეგვიძლია რაღაცები გადმოვიტანოთ. კი, მაგრამ toolbox-იდან თუ გავაკეთეთ ყველაფერი, ნუ ფუნქციონალს ვერ ავაწყობთ ნორმალურად. toolbox-საც გავეცნობთ, აი რაღაცეებს შეიძლება მართლა გამოგვადგეს. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში აი toolbox-ში რაც ამოცემული, ვიღაცას გაკეთებული აქვს და ჩვენ როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, აი პროექტს უნდა იყოს ორიგინალური, თორემ თუ შექმნილია რა აზრი აქვს იმას უკვე. გაკეთებული რაც არის, არსებობს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ორიგინალური. ისმენ აბა, კითხვა იყო. ეს ეგ base plate მას შეგვიძლია არ გამოჩინოს, მაგრამ მაინც plate მეთქი მას spawn-ი კი, შეიძლება ჩვეულებრივად. ეგ ხდება უკვე კუთვნილების საშუალებით. გისმენ? კითხვა მაგ. გისმენ აბა ნუცა. მას toolbox-იდან ეგ არ შეგვიძლია? toolbox-იდან რას გულისხმობ? რა არ შეგვიძლია, რომ base plate-ი ან ამ ლოკაცია გახდეს უფერული? base plate-ი მაგის უფერული არა მას სულ გაქრის, მაგრამ მაინც ეს ჩვეულებრივად შეიძლება გაკეთდეს კუთვნილებებით. ამას გავჩვენებ სულ ცოტა ხანში, აი რომ გავხსნა მე properties. მოდი წინ არ გავუსწროთ მოვლენებს. მაგას აითხი, შეიძლება დღესაც მოვასწროთ ეგ, ნახოთ. გისმენ აბა? მას. ანუ შესაძლოა, ანუ Roblox-ზე მაკითხო. შესაძლოა რომ ისეთი ანუ ავატარი გავაფორმოთ ისე რომ არ დაგჭირდეს ან დიდი ხანი თამაშის რომ მოვიპოვოთ ბასონი უთებიან Roblox-ები ვიყიდოთ. შესაძლოა ან მაგალითად უბასო Roblox-ები რომ ეგ თვითონ პროექტია დამოკიდებული. ეგ არ ეხება ჩვენ გაკვეთილს. მოდი აი თვითონ game development-თან დაკავშირებული კითხვები დასვით. გისმენ? მას ეგ უფაზო Roblox-ები ყველას გამია. ვერ ვიშოვით. ხო, ნუ ეგ ჩვენი საკითხი არა, ეს ჩვენ გაკვეთილი მაგას არ ეხება. დაუბრუნდეთ. ბატონი ლუკა კითხვა მაქვს. გისმენ აბა? მას შეგიძლია მას რო გასწავლოთ როგორ კარი გავაკეთოთ. ნუ კარი სახლისთვის კარია. რასაც გავაკეთებთ, აი დღეს ავაწყობთ რაიმე ობიექტს ასე ვთქვათ. ხო, სახლი იყოს. ეს დავასრულეთ ჩვენ აი ამ ფარტზე. ამ ხელსაწყოებს გავეცანით უკვე. ასევე ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა ფორმის ბლოკები შევქმნათ. შეგვიძლია შევქმნათ აი ესეთი ბლოკი, როგორც წეღა მქონდა, სფერო, wedge, ეს არის. აი ესეთი ფარტი. სამკუთხედის ფორმის. გვაქვს კიდევ კუთხური, ანალოგიური სამკუთხედი, აი პირამიდასავით არის ეს. და გვაქვს ასევე ცილინდრი. აი ამ ყველაფერს ვაშენებთ ჩვენ, რაც კი არსებობს დანარჩენი. მას. გისმენ? ხო, ასევე ჩვენ ხო, გისმენ აბა? ყველაფერი მოდი აღარ დავსვათ. ეს შესაძლებელია თუ არა, იმიტომ რომ ყველაფერი არის შესაძლებელი. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ როგორ გავაკეთოთ. ყველაფერი შესაძლებელია ჩათვალეთ. აი რასაც წარმოიდგენთ, ყველაფერი არის შესაძლებელი. მას ზოგადად ამ კურსზე მაქვს შეკითხვა. ეხლა ხომ გავივლით Roblox Studio-ს. იდეა აი მაგალითად Unity-ს, Unreal Engine-საც გავივლით? ნუ მომავალში ვნახოთ. ჯერჯერობით Roblox Studio-ს შევისწავლით სრულად.
და შემდეგ გავიცნობით ნუ სხვა ძრავებზე გადავალთ თუ არა ვნახოთ. ხო, ახლა რა მინდოდა მეთქვა. როგორც წეგან ვნახეთ, ეს ფართი შეიძლება ჩამოვარდეს ჩვენი ფართი. ამის აღსაკვეთისთვის, ანუ თუ გინდა რომ გავაჩეროთ ერთ ადგილზე დამაგრებული იყოს, ჩვენ გვაქვს anchor ღუზის ბრძანება. აი, როდესაც ამ ფართს დავაწვევით, ნუ ავირჩევთ სელექტის საშუალებით, შეგვიძლია შევცვალოთ მისი კუთვნილება და გავხადოთ anchor. ანუ anchor რა არის? ღუზა, ხო? მოდი ამოვიწეროთ ეს სიტყვა. აი, როგორ შეიძლება დაიმოხსოვროთ ეს? რა არის? მას გაშეშება Roblox სტუდიოში. გაშეშება? ნუ ეს anchor არის ჩათვალე იგივე. და რასთან შეიძლება დაიმახსოვროთ ეს? აი, გემი ხომ გადააგდებს ხოლმე ღუზას წყალში, რომ თქვათ ერთ ადგილზე გაჩერდეს, აი რაღაცას ხომ უედება ფსკერზე და გააჩერებს. აი, მსგავსი ანალოგია შეგვიძლია მოვიყვანოთ და მაგაზე დაიმახსოვროთ ეს anchor. დავაჭიროთ რანს, აი ხლა უკვე აღარ ვარდება, ხო, ქვევით ეს ჩვენი ფარი დამაგრებული არის ღუზის მეშვეობით. ხო, ეს რაც შეეხებოდა მაგას. ნუ ზოგადად ეხლა ჩვენი ეს სტუდიო შედგება, აი რასაც ვხედავთ ჩვენ, ობიექტებისგან. ეს base plate-ი, spawn ლოკაცია და ყველაფერი არის ობიექტი. ნუ ამ ობიექტებთან სამუშაოდ გვაქვს ჩვენ სხვადასხვა კიდევ tools ხელსაწყოები. მოდი ეს სიტყვაც ამოვიწეროთ. ეს ყველაფერი რაც ჩამოვწერეთ ჩვენ ესენი არის tools ხელსაწყოები. ხო, აქ რა არის მოცემული ხა? სხვადასხვა განყოფილებები არის, ყველას თავისი დანიშნულება აქვს და ჯერჯერობით ვიმუშავებთ ჩვენ ამ home განყოფილებასთან. ხო, კიდევ ასევე გვაქვს დამხმარე სხვადასხვა გვერდი, რაც შეიძლება გავხსნათ, აი სხვადასხვა ფანჯარა. ამისათვის გადავდივართ ჩვენ view განყოფილებაში და გვაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი რითაც უნდა ვისარგებლოთ, ეს არის explorer. მოდი ჯერ გავეცნოთ explorer-ის ახლა. explorer-ი რა არის? აი მკვლევარი, ხო, რო გადავთარგმნოთ explorer. ამოვიწეროთ ეს სიტყვა. აქ მოცემული არის აქ ყველაფერი რაც კი არსებობს ჩვენს აი თამაში. აი ჩათვალეს ეს explorer-ი რომ წერია, ეს არის თვითონ თამაში და შემდეგ ყველაფერი გვაქვს მოცემული რაც თამაში არსებობს. ნუ რამდენიმე განყოფილება არის აქ, რამდენიმე ობიექტი, ეს თვითონ არის ობიექტები. და ყველას აქვს თავისი დანიშნულება. თანდათან ვისწავლით ყველაფერს. ჯერჯერობით ჩვენ მუშაობთ workspace-თან. Workspace ეს არის სამუშაო სივრცე, რომ გადავთარგმნოთ. Workspace არის სამუშაო სივრცე. Workspace-ში რაც არის მოცემული, ყველაფერი ჩანს თამაშში თვითონ. აი რაც თამაში ჩანს, ანუ ყველაფერი მოცემულია Workspace-ში. აი ეს spawn ლოკაცია არის, აი ეს ობიექტი Workspace-ში. ასევე base plate-იც, აი ეს თლიანი ის თავარი ბლოკი, საფუძველი ჩათვალეთ, ეგეც მოცემული არის Workspace-ში და ეს ფართიც. თურმე აი ეს ტექსტურა რო აქვს აი Workspace. ესეც კი ყოფილა ჩვეულებრივად მოცემული Explorer-ში. ანუ ეგეც არის ობიექტი. ანუ ყველაფერი რაც ჩანს არის ობიექტი. და მათ აქ შეგვიძლია Workspace-ში მოვიძიოთ რაღაც გვაინტერესებს ფართ, მაგალითად, ჩვენ რო ფართი შევქმნით. მოცემული იქნება Workspace-ში ეგენიც. ფართს შეგვიძლია ჩვენ დავარქვათ სახელი. აი ამ ფართს სახელის დარქმევა შეგვიძლია ამაზე. როგორ ვაკეთებთ ახლა ამას? ნუ ორი გზა არსებობს. ერთი აი ამ ფართთან მუშაობა შეგვიძლია ჩვენ ზოგადად მარჯვენა ღილაკს დაჭერით და გვექნება სხვადასხვა საშუალებები და მეორე Explorer-ის დახმარებით. აი Explorer-ში შეგვიძლია ორჯერ დავაწვეთ აი ამას და შევძლებ სახელის შესვლას. ან მარჯვენა ღილაკითა და rename. და F2 არის ასევე 2 შევუცვლიდით მაგას სახელს. ეს იქნებოდა walls, ყოლება იქნებოდა ყველაზე კარგი. Floor. გადაამატებდით კარებსაც და ასე შემდეგ. ნუ ყველაფერს გააკეთებდით ამებით. ეს მე მგონი სახლი კი არა, უფრო სავარძელი გამოვიდა. მაგრამ რაც არის. დავანებოთ ახლა ამას თავი. ხო, ახლა რაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ? გისმენთ? მას ბატონი, კამ თქვა თუ 10 ადამიანზე მეტი იქნება 2 კვირიანი გახდებოდა, ეგ მართალია? ნუ 10-ზე მეტი მსურველი თუ იქნება, მაგ გამოკითხვას მოგვიანებით ვიზამთ თქო.
ჯერ მასალაზე ვისაუბროთ. კიდევ რა უნდა ავხსნათ ჩვენ? ნუ არის მოუდები ფიზიკური და გეომეტრიული. ამას თავის დანიშნულება აქვს ჯერჯერობით ჩვენ ვიქნებით გეომეტრიულ მოდში. ნუ ყველაფერს ხედავდეთ დეტალურად. გისმენ? მასმა დავალება კი გავაკეთე, მაგრამ ანუ ის ჩაგდება არ ჩაგდეს მარტივად. ხო, ვინც არის ჩაგდება, აი მარცხნივ ქვემოთ. საძიებოები რომ არის თქვენს კომპიუტერში დასერჩავთ snipping tool. ყველას აქვს ეს აპლიკაცია კომპიუტერში, Windows-ის ოპერაციულ სისტემებს, Windows სისტემებს აქვთ. ამის შემდეგ მას Windows ეს არ არის MacBook-ი. MacBook-ია? MacBook-ზე ზუსტად არ ვიცი როგორ არის. ნიკოლოზ ნუცუბიძე ხომ არ არის აქოიში? აი ნიკა ნუცუბიძე. იცის Mac-ზე ყველაფერი თითქმის და ეგ დაგეხმარება. კარგი, ჩვენ გავაგრძელოთ. შემდეგი ეხლა რაზეც უნდა გვესაუბრა ჩვენ. აი view-ში რომ გადავიდეთ. ნუ შეგვიძლია ჩავთვალოთ grid material. და აქ უფრო რა არის grid-ი. ზოგიერთმა შეიძლება იცოდეთ აი CSS-დან. აი კვადრატებად დაყოფა არის ჩვენი სამყაროსი მთლიანად და უფრო კარგად დაგვეხმარება ეს ჩვენ რაღაცაზე მუშაობისას. კიდე არის wireframe rendering. აი ზოგადად ყველაფერი რასაც ვქნით ჩვენ ფართები შედგება ისრებისგან. აი წიბოები ქვია თუ არ ვწდები ამებს. აი ამ ისრე დამაკავშირებელი ისრებისგან შედგება გეომეტრიული ფიგურებია. და რაც უფრო ნაკლები ხაზი არის ეს ჩვენს მოდელში, აი ეს რომ მოდელი იყოს თავშოთ. გადავიდეთ home-ში და დავაჯგუფოთ. დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ ხედვის რეჟიმში. გამოვთოთ დავუშვათ. ეს რო იყოს ახლა მოდელი. ხო, კუთვნილებამდე უნდა მივედით მაშინ ჩვენ. მაგრამ სანამ კუთვნილებამდე მივიდოდეთ, ნუ მაგის შემცირების რაც არსებობს და ზოგადად რაც უფრო მეტი ხაზები გვაქვს გავლებული, უფრო დარენდერებას კომპიუტერმა რომ დაარენდეროს მეტი ენერგია სჭირდება და გაჭედავს თამაში. ანუ უნდა შევეცადოთ, რომ რაღაც მოდელების შექმნისას ნაკლები ხაზები გქონდეს. აი ამ დროს. ჩავთვალოთ ჩვენ show grid-ი. ნუ ისა ეს არ გვინდა grid material. ნუ გამოვიყენოთ ახლა ეს ფორმა. ნუ მუშაობისას რა უნდა ვიცოდეთ კიდევ. აი ამ ფორმებით შეგვიძლია შევქმნათ სხვადასხვა ტექსტურები და ობიექტები, აი სახლის მსგავსი რაღაც ადგილები რაც შეიძლება შევხვდეს თამაში. ხო, მოდი გავაკეთოთ მატერიალი არ გვინდა ჩვენ. ავირჩიოთ ისევ default. გისმენ? ესე იგი, სიტყვაზე ახლა გავაკეთეთ რაღაცა მაგალითად ეს თამაში, სიტყვაზე ყველაფერი დავაორგანიზეთ. ბოლოს გავითამაშოთ ჩვენით რო გავტესტოთ. აჰა, როგორ უნდა შევამოწმოთ, როგორ გავტესტოთ თამაში, მაგას გულისხმობ? ზევით შეგვიძლია run-ით გავუშვათ, თუ არ გვინდა რომ ჩვენი პერსონაჟი გაჩნდეს, სერვერის მხრიდან უყუროთ. ან შეგვიძლია დავაჭიროთ play-ს და უბრალოდ მასე ჩავრთოთ. და ჩვენ ყოველთვის მუდმივ რეჟიმში ვტესტავთ ხოლმე ჩვენს თამაშს, როდესაც რაღაცებს ვამატებთ, როგორ მუშაობს. ხო, ნუ შეგვიძლია რა თქმა უნდა აი ამ საშუალებებით. ხო. გისმენ? ანუ სიტყვაზე ჩვენ შევქმნათ რაღაცა მანქანებთან ასოციირებული თამაში, ანუ როგორც ოფიციალურ თამაშებშია კონტრაქტი გვინდა ან რაღაცა ესე ვთქვათ. არაფერი არ გვინდა. ამიტომ არის Roblox-ი პირდაპირ ესეთი პერსპექტიული. რასაც გააკეთებ, შეიძლება გამოაქვეყნო პირდაპირ. და იქ უბრალოდ მარკეტინგის უნარები ლიცენზია არ გჭირდება. არანაირი ლიცენზია არ არის საჭირო. მარკეტინგის უნარები უნდა გქონდეს ჩვენ შემდეგ, რომ შევძლოთ ხალხის მიზიდვა ჩვენს თამაში, აი რეკლამის დამატება. დიახ, მაგრამ მაგას Roblox-ები შეგვდება. ხო, დასპონსორება მაგას კი, ან კავშირები. ნუ მაგრამ თუ კარგი თამაში არის, შეიძლება სთხოვო ერთ რომ მეგობრში ამოწმოს და გაითქვას სახელს, ხო? ნუ ეგ უკვე ცალკე საკითხი არის მარკეტინგი. შეიძლება მაგის ნაწილიც გავიაროთ ჩვენ. აი ჩვენი თამაში მარკეტინგი და მონეტიზაცია როგორ მოვახდინოთ. ნუ როგორც თქვით, აქ გვაქვს სხვადასხვა ფართები.
და ამათ საშუალებით ხო რა არის? როგორი არის ანუ მოგება რამდენია? ან თუ არის საერთოდ მოგება? კი, აი Roblox-ზე რომ გამოვაქვეყნო შენი თამაში. და თქვათ შენი შენმა თამაშმა შემოვიდა ხალხი, კარგი თამაში გააკეთე. მაგ შემთხვევაში ანუ შენ შეიძლება რაღაც ეკონომია გქონდეს თამაში, შენ რაღაც ნივთები გაყიდო. ან თუ შემოვიდნენ პრემიუმის, შენ ამ კითხვას უპასუხე, პრემიუმის მქონე მოთამაშეები გერიცხება შენ პრემიუმ payouts, ანუ Robux-ები ჩათვალე. და ეგ შეგვიძლია ჩვენ აი რომ ვნახოთ, მოვახდინოთ DevX. აი მოდი შევიდეთ ჩვენ. დოკუმენტაციაში. მოიცადეთ, ხო, აი აქ რო გავხსნათ dashboard-ი. აქ უნდა იყოს მონეტიზაცია, აი ფინანსებში შევიდეთ DevX. შეგვიძლია ჩვენ 30000 Robux თუ დავაგროვოთ თამაშიდან, გადავცვალოთ $105 პირდაპირ Roblox-იდან. ვერიფიკირებული. $300 არ არის? $300 არის 100000 Robux. 30000 უნდა გქონდეს მინიმუმ რომ გადავცვალო. და 30000 გადაიცვლება $105. არა, მას მე ვიძახე $300 არ არის 30000 Robux-ი. ყიდვისას ის არის არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ გაყიდვისას $100 ღირს 10000 Robux. ანუ ყიდვისას სხვა მაგალითად და ეგ როგორ უნდა ვქნათ? რა როგორ უნდა ვქნათ? აი აქ რომ შევედი? ეს creator როდესაც შენ შეხვალ შენ Roblox-ზე, Roblox-ის გვერდზე, გადახვალ create. ეს ხო გავაკეთეთ თავიდან ჩვენ. ვაჭერთ creates. აი ამას დავაჭერთ. ამის შემდეგ გადავდივართ ამ გვერდზე და გვაქვს ფინანსები. ამას ვაჭერთ და DevX. აქ არის მოცემული ეგ ინფორმაცია. ეხლა რა არის საჭირო? მოდი გავეცნოთ, რადგან დაინტერესდეს. ისმენ? მაზის Roblox-ის პრემიუმი ერთ აკაუნტზე რო ვიყიდოთ. ამას მე მაგ თამაშზე შევიდეთ ხომ მოგწონს? გააჩნია კი შეიწესით კი. როდესაც შენ ასე ვთქვათ 30000 Robux დააგროვებ ან მეც, უკვე შეგიძლება რომ ვირტუალური შენი შემოსავალი გარდაქმნა რეალურ ფულადო უკვე გვეუბნებიან თანხად. ნუ ეგ შესაძლებელი არის რომ მონეტიზაცია მოხდინოთ, ამიტომ რა არის? ვადიშით რომ გაწყვეტინოთ ფიქრებში და მეორე ანუ სიტყვაზე ჩვენ თუ ჩავრიცხოთ მაგ მომენტში შეუძლია თუ თვითონ მომხმარებელი. თვითონ მომხმარებელი, აი ნახეთ რა არის 30000 თუ დააგროვე აი ნებისმიერი გზით, თქვათ. ძირითადად როგორ აგროვებენ შექმნილი თამაში, ყავს ბევრი მომხმარებელი, გაყიდებ, თქვათ developer პროდუქტები, Roblox-მას მოგცა premium payout-ები, მაგას გადაცვლი შეუულებრივად. ამიტომ ვსწავლობთ Roblox-ის development ჩვენ და ძალიან პერსპექტიული არის. თან მარტო ეს კი არ არის. ისეთ უნარებს შეიძენთ, აი ამ Roblox-ის თამაშების შექმნით თქვენ რომ Unity თუ Unreal Engine-შიც გადაიტანთ მაგ უნარებს. ზოგად უნარებს შეიძენთ, რაც ყველა პროგრამირების საერთოდ ყველაფერში არის საერთო. ნუ დაკოპირება როგორ ხდება? დააჭერ parts, აი ამ parts მაგალითად. მოდი მოვარგოთ ზომები ამ part-ის. Screenshot-ი მაინტერესებს მაგ. Screenshot-ი? Screenshot დაკოპირებულია Ctrl-ით ან მარჯვენა ღილაკით დააჭერ paste. როცა screenshot-ს გააკეთებ. Screenshot-ს აი ამ აპლიკაციას ხო მაგის არის იქნება. Screenshot-ს გაკეთება მას. თავიდან აი ბატონმა ნიკან უცუბიძემ დაგიწერა Shift Command +3. მაგზე ესე არის ესეთ. ხო, მოდი რადგან დავიწყეთ ლაპარაკი, ბარემ წავიკითხოთ. ჩვენი ამჟამინდელი Robux-ი ასე ვთქვათ, გამოითვლება უკვე earning შემოსავლების ისტორიიდან და დეველოპერული გარდაქმნის მოთხოვნებიდან. და ეს ყოველდღე ნახდება, ხო და რაღაც საჭიროებები არის მოცემული, რომ რას უნდა ვაკმაყოფილებდეთ ჩვენ რომ შევძლოთ DevX. 30000 უნდა გქონდეს ნაშოვნი მინიმუმ, გქონდეს ვერიფიცირებული email-ი, უნდა გქონდეს DevX-ის პორტალის აკაუნთი, მაგას აი სხვადასხვა მონაცემები სჭირდება, რთული არ არის მაგის გაკეთება. 13 წლის უნდა იყოთ და
საზოგადოების წევრი უნდა იყოს კარგი მდგომარეობით. ანუ არ უნდა გქონდეთ დარღვეული თქვენ რაღაც წესები, აი Roblox-ის წესები ვთქვათ. მაგას terms of use-ის დარღვევა TOS ასე რომ ვთქვათ შემოკლებით. მოდი გადავხედოთ მაინც რა წესები არის. ისეთი არაფერი რომ ჩვეულებრივად თუ არაფერს გაკეთებთ მოკლედ გისმენ? მას ტელეფონზე რო არის მას 30 რობუქსი 3 ლარი რო არის მას კომპიუტერზე რატო არის? ხო ეგ ჩვენი გაკვეთილის თემა არ არის. ჩვენ ვსწავლობთ game development-ს, ეგ არ გვეხება ჩვენ. და გაკვეთილთან რაც არ არის დაკავშირებული, მსგავსი კითხვები არ დაიშვება. თუ დადასტურდა თქვენი მოთხოვნაო, წერია სხვადასხვა ინფორმაცია აქვს, ვინც დაინტერესდებით, შეგიძლიათ გაეცნოთ დანარჩენებსაც. ისეთი არაფერი. აი აქ გვაქვს ასევე, რას ხშირად გამოვიყენებთ ხოლმე ჩვენ რესურსები. ყველა შეგიძლიათ ნახოთ Roblox-ის დოკუმენტაცია. მოცემული არის ყველაფერი Roblox-ის შესახებ ჩათვალეთ. მოდი წავიკითხოთ ამ პლატფორმის შესახებ, რადგან დავინტერესდით. ჩვენი ხედვა არის, რომ ამ თავი მიზანი არის, რომ ხედვა შევცვალოთ. ანუ თქვენ ხართ ინდივიდუალური შემქმნელი, პროფესიონალი, დეველოპერი რაღაც სტუდიოში, ან რაღაც მათ შორის ისინი ძალიან კარგი პლატფორმა არის ეს, რომ შექმნათ თამაშები. და გაზრდით თქვენს ხო ეს ისეთი არაფერი არ არის, მას შესახებ წერია. აი აქ არის ცოტა სტატისტიკა მონეტიზაციის შესახებ. ყველა ასე თქვა სხვადასხვა ზომის, აი დიდი შემქმნელი რაღაც დიდი თამაშები რომ შექმნეს და ბევრს მუშაობდნენ და დიდი პროექტები აქვთ მსგავსი. ან ეკრანი ჭედავს. ერთი წუთით მოდი ანდრია შენ შეგიძლია გააცნო ამ ინფორმაციაზე. 2 წუთში დავბრუნდები მე. სულ 2 წუთი გავალ ბოდიში. ой мам კონტროლვეთი არ ჩამოვიდეთ. კარგი, გავაგრძელოთ მოდი. ესე იგი, ჩვენ ვსაუბრობდით მონეტიზაციაზე, ბარემ წავიკითხოთ ეს ინფორმაციაც. ანუ ყველა ზომის შემქმნელი, დიდი, პატარა, რამხელა კომპანიაც არ უნდა იყოს თუ ერთი პატარა ინდივიდუალური დეველოპერიდან დიდი დეველოპერის სტუდიოებამდე წარმატებას, რომლებიც ეძებენ წარმატებას 2023 წელს, რომლებიც მუშაობდნენ Roblox-ში, სულ მიიღეს 751 მილიონი $-მდე. და ეს იზრდება 19%. მაგაზე დაგეხმარება მას მხოლოდ ლინკებს მარწერინე. მაგაში ნიკანუ ცუბიძე დაგეხმარება, მაგაზე არ ვიცი ზუსტად როგორ არის ეგ. ხო, მოდი გავეცნოთ აქვე ჩვენ აი ამ პლატფორმის მიმოხილვასაც ზედაპირულად, აი რეები გვაქვს მოცემული. ყველაფერს აი აქ ყველაფერი არის მოცემული, რასაც ვისწავლით ჩვენ. და გავეცნობით ხოლმე თეორიულ მასალას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. არის სხვადასხვა რესურსები და შექმნა იწყება აი Roblox სტუდიოს ასე ვთქვათ მიმოხილვიდან. ყველაფერი შეგიძლიათ რას წარმოიდგენს, შეგიძლიათ შექმნათ Roblox-ში ერთ სამუშაო სივრცეში. უფასო არის რა თქმა უნდა და საშუალებას გაძლევს, რომ მილიონობით მომხმარებლამდე მიაღწიო Roblox-ის აპლიკაციას კონსოლზე, დესკტოპზე, მობილურ მოწყობილობებზე და ასე შემდეგ. ხო, ეხლა სხვადასხვა ინფორმაცია არის, რასაც ზოგადი მოხილვა გვაქვს. მას ისე ზოგიერთი თამაში რომ აპდეიტდება, Roblox-ი ქრაშავს ხოლმე რა. ვეღარ ვფრთხავ. ეგ დეველოპერს აქვს საშუალება, რომ გამორთოს თავისი experience. იმდენი ვიხაროთ ჩვენ. კი ეგ Roblox-ი არა, კეთება, სერვერი თუ ძველი არის, არ განახლება, მაგრამ
სერვერი განახლდება იმ შემთხვევაში თუ დეველოპერმა აი თუ გამოვაქვეყნებთ ჩვენ როდესაც თამაშს გამოვაქვეყნებთ განვიხილავთ მაგებსაც. ნუ შეგვიძლია ახლა რაზე მინდოდა ლაპარაკი ახლა. გადავიდეთ ჩვენ მოდელში, აი მოდელს სექციაზე უნდა დავიწყოთ საუბარი. აქ ბევრი სხვადასხვა საშუალება გვაქვს ახლა. ნუ ერთ-ერთი არის ტრანსფორმი. რა არის ახლა ტრანსფორმაცია? ტრანსფორმაცია არის წეღან განვიხილეთ ჩვენ რაღაც ხელსაწყოების სამივე ერთად აღებული ჩათვალეთ. შეგვიძლია გადავაადგილოთ ეს, ნუ დავატრიალოთ ყველა მიმართულებით როგორც გვინდა. და შეგვიძლია ვამოძრავოთ ჩათვალეთ. ასევე ზომაში გაზრდის საშუალებასაც გვაძლევს ეს ტრანსფორმაციები ჩვენ და აი წეღან განვიხილეთ ჩვენ სამი ხელსაწყო, აი ყველათი მუშაობის საშუალებას გვაძლევს ერთად. აი ეს ტრანსფორმაციები. ნუ ამის გამოყენება ის არის თუ ნუ რაღაც არ გინდათ რომ ცალ-ცალკე გამოიყენოთ ეს ხელსაწყოები და ყველაფერი გქონდეთ ერთად. აი ეს ის არის გადაადგილებს. ნუ წითელი ის არის გადაადგილებს Y ღერძზე. ლურჯი ის არის ატრიალებს Z ღერძზე წესით და ეს კიდევ Y ღერძზე. მწვანე ის არის. შეგვიძლია ავიტანოთ ეს ზევით ან ნებისმიერი მიმართულებით. აქვს ძირითადად ზევით მოძრაობის საშუალებას გვაძლევს. შეგვიძლია თუ გვინდა რომ სხვა მიმართულებით წავიღოთ, უბრალოდ მოვატრიალებთ ამას და იმ მიმართულებით წავა შემდეგ. ასევე შეგვიძლია ზომების შესვლა როგორც თქვით, წევან. ტრანსფორმის საშუალებით. ნუ სამუშაო ხელსაწყოების ერთობლიობა არის ჩათვალეთ. ისეთი არაფერი. კარგი, დავაბრუნოთ ეს ფართი აღარ გვინდა მოდი. არც ეს გავაკეთოთ თავიდან. შევქნათ ახალი ფართი. მოდი ავიღოთ ბლოკი და აი მოდელირების საბაზისოებს გავეცნოთ აი კიდევ რაც შეიძლება დავჭირდეს ჩვენ მოდელირების დროს. ნუ ძირითადად დღეს მოდელირებაზე ვისაუბრეთ. ნუ შორტკუთების გამოყენება და როგორ შეიძლება მარტივად რაღაც მოდელები შევქნათ თქვათ. ნუ რაღაც ფორმებს არ შევქნით, უბრალოდ განვიხილავთ ზოგიერთ საკითხს. ნუ მოდი ავიღოთ ერთი wedge, აი wedge რა შეიძლება დავჭირდეს. wedge არის ასასვლელი ჩათვალეთ. ხო, აქ მინდოდა მეთქვა join surfaces. ეს რა არის? ზედაპირების გაერთიანება. აი ნახეთ, თუ გვინდა რომ ორი ზედაპირი დაუკავშირდეს ერთმანეთს, როდესაც 90 გრადუსიან კუთხეს ადგენენ ერთმანეთთან. აი ესე რომ ეხებიან. ამ ზედაპირი გაერთიანდა. ამის საშუალებით ხა ჩვენ უფრო ზუსტად ნახეთ როგორ ზუსტად ავაგე ეს ასასვლელი ამ ბლოკზე, ხო? შემიძლია შევამცირო კიდევაც ზომაში. ნუ როგორც გვინდა ისე გავაკეთებთ. და ეს ზედაპირი არის ზედაპირი უკვე ერთი აქვთ ამათ ჩათვალეთ. კიდევ რა გვაქვს? კიდევ გვაქვს ჩვენ კუთხური wedge. ეს რისთვის გამოიყენება? ნუ ბევრი გამოყენება აქვს ამას, რას გამოყენებასაც მოუძებნით თქვენ, მაგაზე არის დამოკიდებული. ნუ აქ რა შეიძლება გავაკეთოთ? მივატრიალოთ ამ მხარეს join surfaces გვაქვს ჩართული. ხო, სწორი მიმართულებით არის, კი ბატონო. და დავამაგროთ, მოდი, აი ამას. რომ დავფაროთ კუთხე. მოიცადეთ? ხო, აი ესე უნდა იყოს მეტრიალებული. მოდი შევუცვალოთ ზომები. ესე არ გვაწყობს. აი ასე ვიტანოთ. აჰა. ნუ ეხლა შეგვიძლია ესენი უბრალოდ გავაორმაგოთ, Ctrl D-ს ვაწვევი, შემოკლებით, ორიანს ვაწვევი, რომ შემდეგ გადავიტანო მეორე მხარეს და თან შემოვალ არაფერი არ ჩანს გაშიშებული ერთად ყოსაკრა. ხო, ვინც არ საუბრობთ, გათიშეთ მიკროფონები, ხმაური გამოდის. აი ხა როგორ შეიძლება სწრაფად შევქნათ რაღაც მოდელები. თუ მინდა რომ მე აი ეს უსწრაფად ამის ანალოგიური ფართი შევქნა, რაღაც შესწომები რომ არ დაუშვათ და რომ დავზოგო, მარჯვენა ღილაკით დავაწვევი და duplicate გავორმაგება. ეს შემიძლია შემდეგ ორიანზე დაჭერით, გადაადგილების ხელსაწყოს საშუალებით გადმოვიტანო მეორე მხარეს. Ctrl-ისა და R-ის დაჭერით ვატრიალებ აი ამ ღერძზე. Ctrl-ისა და T-ის დაჭერით ასე ტრიალდება. ხოლო Ctrl-ისა და Ctrl-T ვთქვით, Ctrl-R ვთქვით და კიდევ რა მიმართულებით. ძირითადად Ctrl-T-სა და R-ს ვიყენებთ ხოლმე. ნუ ბევრნაირად შეგვიძლია ამის შემოტრიალება, სხვადასხვა კომბინაციები გვაქვს, როგორც ხედავთ.
მოდი ეს ფართი წავშალოთ ხა რაღაც აგვერია, დაბრუნებას ჯობია ახალი შევქვნათ და მივატრიალოთ მეორე მხარეს. ხო, ეხლა თუ გვინდა რომ დავუფარავთ ეს ნაწილიც, გადმოვიტანთ ამას და მივატრიალებთ აი ამ ზედაპირზე. ნუ ანალოგიურად გავაორმაგებთ ამასაც, გადმოვიტანთ მის კლონს და დავამაგრებთ მეორე მხარეს. ეს corner wedge-ს შეგვიძლია ჩავსვათ აქ, რომ დაიფაროს სრული სივრცე. რაღაც თუ შეგვეშლება, არ არის პრობლემა, Ctrl-Z-ით დავაბრუნებთ. ამას კიდევ გავაორმაგებთ და დავამაგრებთ როგორც საჭირო არის. და ანალოგიურად აქაც. აქ შევატრიალებთ და ეგ არის. ხო, შეგვიძლია ამით შევქნათ ჩვენ სხვადასხვა კონსტრუქციები უკვე. მოდი ავიღოთ ერთი სფერო ვთქვათ. ზეგლი რო გავაკეთოთ? რა რო გავაკეთოთ? მას ზეგლია რამე. კი ბატონო, გავაკეთოთ რაიმე მოდელი. რა თქმა უნდა შეგვიძლია. მას საქართველოს დროშა შეგიძლიათ როქნათ. ეხლა არ გვინდა ეგ. მე რის ახსნა მინდოდა join surfaces გასაგებია, ხო, რას აკეთებდა join surfaces-ებში გამოგვადგა. აი კიდევ რა შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ ეს wedges ვთქვათ. დაუშვათ გვაქვს მოდი გავზარდოთ ზომაში, ასეთი ესე არ გვინდა. დავამაგროთ ზუსტად. ნუ რაღაც დიდი ასასვლელის გაკეთება გვინდა. აი ეს შემთხვევებშიც გვადგება ჩვენ. ნუ როგორც წეღან გამოვიყენით. აი ასასვლელი თუ გვინდა გავაკეთოთ რაღაც მარტივი. მოდი ესეთი გქონდეს ჯერ. ახლა ავიღოთ wedge. გადმოვიტანოთ. collisions მაქვს ჩართული, შეუძლიათ ამათ ერთმანეთში მოძრაობა. ნუ join surface-ებით შეერთდა ეს ორი. ნუ ახლა მარტივად შეუძვლით ამას ზომებს, როგორც გვინდა. გავზარდოთ ცოტა ქვემოთ და აი ესე. შევეცდებით, რომ დავუსვათ ზუსტად. შეგვიძლია რა გავაკეთოთ შემდეგ? გადმოვიტანოთ ეს ბლოკი და კიდევ უფრო ავამაღლოთ თქვათ და გავზარდოთ, ხო, რაღაც ასეთი. ნუ ახლა ამას გავაორმაგებთ. ავიტანცევით. შეგვიძლია შევქნათ აი ესეთი ასასვლელები და მსგავსი სტრუქტურები. ახლა რა გავაკეთებთ, რომ არ დავკარგოთ. ამას გადმოვიტან მეორე მხარეს და მივამაგრებთ ას უბრალოდ. ნუ რაღაც ზეგლს მივამსგავსოთ კი ბატონო. ავიღოთ მოდი აქ დავუშვათ. რა არის გიორგი? ეთქვა იყო რამე? ესე იგი ანუ სიტყვაზე ხო ესე იგი სიტყვაზე ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ მანქანებზე თამაში ხო ანუ ხო მანქანა როგორ უნდა დავაშვოთ სიტყვაზე სტრუქტურა ისმის შეიძლება გავაკეთოთ მაგრამ მოძრაობა თვითონ სალონი ან ნებისმიერი ხო აი მაგებზე ვისაუბრეთ აი მან უკვე შემოდის სკრიპტი აი სკრიპტი რა არის ვიტყვით ჯერჯერობით დღეს დავამუშავებთ მოდელირებას აი სკრიპტებზე მუშაობას დავიწყებთ ალბათ მომდევნო გაკვეთილიდან უკვე უბრალოდ სკრიპტის ამატება მოგვიწევს, მაგრამ აქამდე რაღაცები უნდა გვესმოდეს. მარტივი საბაზო. რა არის? თქვენ თამაშით Roblox-ი აგიღია? კი. ეხლა რა გავაკეთოთ აქ? ნუ ეს იყოს ესე, დავუშვათ. ხო, მსგავსი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია. ეხლა ვისაუბროთ უნიონზე. თუ გვინდა რომ ჩვენ გავაერთიანოთ ეს როგორც ერთი მოდელი კიდევ ერთი გზა არის ამისთვის გადავალთ მოდელში და union შევაერთებთ. ეს არის ახლა მოდელისგან განსხვავებით სრულად ერთი ობიექტი, რომელიც შეგვიძლია ჩვენ გავზარდოთ ზომაში და ასე შემდეგ. დავუშვათ მივანიჭოთ ამათ ფერები. ხო, ესეც იგივე ფერის იყოს, ესეც. და აი ვცადოთ რა გამოგვივა. ეს იყოს თქვათ ცოტა სხვა ფერის. მივანიჭოთ ეს ფერები. დაუშვათ ეს იყოს ამ ფერი. მოდი ავიღოთ ჩვენ ერთი ცილინდრი. ცილინდრი გვაქვს კიდევ ერთი ასეთი ფორმა. მოდი ამოვატრიალოთ ცილინდრი. რა არის? მას მონაცისფრონაიოს. შეუცვალეთ ფერი. ნუ რა მნიშვნელობა აქვს? კარგი, ეს მოვატრიალოთ მოდი.
მოვნიშნოთ, აღარ იყო მონიშნული. შეგვიძლია გავზარდოთ ზომაშიც და ეხლა რას ვაკეთებთ ჩვენ? აი რატო გაჩვენებთ ამას? რისი თქმა მინდა ამით? ცოტა ხანი მოითმინეთ, გავზარდოთ მოდი ეს ზომაში კიდევ. ჩვენ გვაქვს ნეგატიური ფართები. კარგი, ეს უნიონი ვნახეთ. ეხლა დავუშვათ გვინდა რომ აი ამ ფართიდან ამ უჭრა გავაკეთოთ. აი ზოგადად ამ უჭრის გაკეთება რო გვინდა, აი აქ გვირაბი გავაკეთოთ თქვათ. ამ უჭრის გაკეთება როცა გვინდა, აქ შემოდის უკვე უარყოფითი ფართები. ეხლა შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს. რას ქვია უარყოფითი ფართი, აი ნეგატიური ფართი. ნეგატიური ფართს აქვს ჩვეულებრივად ზომა და მიმართულება და ასე შემდეგ, როგორც აი ამებს. მოდი გადავიდეთ ჩვენ მოდელში გადასულები ვართ. თუ გვინდა რომ ეს ფართი გავხადოთ ნეგატიური, ვაჭერთ negate. და ეხლა რას აკეთებს ეს ნეგატიური ფართი? არაფერი ისეთი, უბრალოდ გაერთიანების დროს აი ეს ნეგატიური ფართი. თუ რაღაც სხვა ფართებთან რომ გავაერთიანებთ, დავაჭიროთ ჩვენ union. რა მოხდება? აი გაჭრა იმ ჩვენმა ცილინდრმა ეს ბლოკი. ან უარყოფითმა ფართმა რასაც შეეხო, ყველაფერი ამოჭრა ჩათვალეთ. მას რას უნდა დავაწვევით? რას ვაწვევით? აი, ნელა მიყვეთ ამ პროცესს, მოდი. ნუ თუ გვინდა რომ ფართი გახდეს უარყოფითი, მოდელ განყოფილებაში გადავდივართ. ვეძებთ ჩვენ აი ამ negates, აი 4 ღილაკი რომ არის negates. და მივიღეთ ჩვენ უარყოფითი ფართი. მას ისე მაგით ფანჯერს გაკეთება შეგვიძლია? კი, აი ეს შეიძლება კარგის არის ერთ-ერთი ფანჯრის გასაკეთებლად. აი რო ავიღოთ ხა ეს რაც გავაკეთეთ ისევ. შეგვიძლია დავუშვათ ჯერ გავაერთიანოთ, ეს გავხადოთ უარყოფითი, გადავიტანოთ აი აქ და მე ისევ გავაერთიანოთ ეს ორი უნიონი. ეს იმუშავებს ჩვეულებრივად და გაჭრა ისევ მაგ ცილინდრმა ეს ფართი. მოდი აბა კიდევ გისმენ? აი, როგორ შეიძლება ჩაუშვათ ისე რა ქვია რამე ბლოკი და გამჭვირვალე გავხადოთ? ეგ უკვე კუთვნილებები არის. კუთვნილებებს განვიხილავთ აი შემდეგ გაკვეთილზე. შემდეგზე ვისაუბრებთ ობიექტებსა და კუთვნილებებზე და მერე სკრიპტებზე. აი სილაბუსს რომ გავეცნოთ ისევ. ჯერ განვიხილავთ ჩვენ სწავლობთ ფართებზე მოქმედებებს. შემდეგ უკვე დაჯგუფებებისა და დამაგრებებზე ვისაუბრებთ თითქმის. რელიეფზე ვისაუბრებთ, გისმენ? მას მხოლოდ Roblox სტუდიაში უნდა ვითამაშოთ? ვითამაშოთ, გავაფრთხილოთ. ხო, ჯერჯერობით Roblox სტუდიაში მუშაობთ. ეს თამაში არ არის, მუშაობთ. ნუ ჩათვალეთ, მაგარი თამაში არის, იმიტომ რომ თან სწავლობ, აი თან მუშაობ და რეალურად ერთობი ამით. ამიტომ ეს არის ყველაზე მაგარი თამაში. რასაც გინდა გააკეთებ, რა, აი რასაც წარმოიდგენ. ამაზე მაგარი თამაში არ არსებობს. რაიმე კითხვა იყო კიდე? მას, აი არა, მას იმდენ ფარმაში რომ შაზვა დექცინები და შუაში რომ წერება მოუწევს. რა გავაკეთოთ? მას ანუ მეორე ფორმა რომ ხო, მან გავაკეთოთ ვირავი, კი ბატონო. ავიღოთ ერთი ცილინდრი. კი ბატონო, მაგას ვაპირებდი ზუსტად. შევაბრუნოთ, გავზარდოთ ზომაში, ესე არა. აი ესე. ზომაში გაიზრდება ჩვენი ცილინდრი. დიდი კითხვა მე მაქვს. გისმენ? ეს იგი ჩვენ თუ შეგვიძლია რომ ანუ რადგან ესე მოვწევთ რა Roblox სტუდიაში. რომ რაღაც ერთი თამაში მაინც ვიტანოთ Roblox-ში, იმიტომ რომ ესე ვთქვა დიდია დავიღოთ. ინსპირაცია აიღოთ? ნუ ისეთი კითხვა არის ეგ. მე გირჩევთ რომ არ ითამაშოთ მაინც არაფერი. რადგან ეგრე ორიგინალურს ვერ შექმნი შენ. აი კი ბატონო რაღაცა შეიძლება იუყურო, მაგრამ არ გირჩევთ მაინც მე თამაშების თამაში, იმიტომ რომ მაგ დროს უკვე თქვენ დაკარგავთ აი ორიგინალურობის თავიდან აი სანამ რამის თუ არაფერი გითამაშია ჯერ თქვათ. ორიგინალურ აზრები მოგივა, რაც შეიძლება ჯერ არ გაკეთებულა, ძალიან მაგარი. და შენით იფიქრებ, აი რა შეიძლება როგორ გააკეთო. და ძალიან მაგარი არის ეგ. ნუ შეგიძლია ინსპირაცია აიღო სხვა თამაშისგანაც, რომ გააკეთებ შე როგორ გამოგივა აი მან მუშაობის პროცესში რა გააკეთა, სხვადასხვანაირად გააკეთოთ თქვათ.
მაგრამ აი როცა გაიგებ რაღაც გაკეთებას რომ ისწავლი მე რა შეიძლება გამოიყენო და როგორ თანდათან მიხვდებით მაგებს თქვენითაც რა ვიცი ინსპირაციის მოძებნა არ არის აკრძალული რა თქმა უნდა მაგრამ მაინც თამაში არ გიჩევთ რომ ითამაშოთ რაღაცები თამაში ბატონი დაგაკლებ ლუკა გისმენ ლუკა მას ჩვენ ტრანსპარენცი როგორ უნდა ვქნათ აი მას ინბოქსზე რო ვქენით ეგ არის კუთვნილება ამას მაგებზე ვისაუბრეთ შემდეგ გაკვეთილზე დავიწყებთ მაგებს და სკრიპტირებას მოდი მოდელირებაზე მუშაობთ ბარემ გავაკეთოთ მე აი ბოლოში ეხა ამის სწავლას რამდენი ხანი დასჭირდება უშუალოდ ცოტა რადგან Roblox Studio არის აი ყველაფერი რომ ისწავლოთ ყველაფრის სწავლას ბევრი მასალა არის აი გააჩნია როგორ აითვისებთ თქვენ ზუსტად ვერ გეტყვით 40 გაკვეთილი აი მარტო ლუა სკრიპტს ვასწავლით სხვა იმებს არა კი ძირითადად ლუა იქნება აი მომავალში ვნახოთ სხვა ძრავებზე თუ გადავედით მაგრამ აი ჩვენ რო დავიწყოთ დაუშვათ შენ რო დაიწყო სწავლა პირდაპირ Unreal Engine-ის ან Unity-ის იქ C-ზე იწერება ხო ძირითადად კოდი და უფრო რთული პროგრამირების ენაა იქ ბევრი რაღაც არის გასათვალისწინებელი და ძალიან გაგიჭირდებათ აი დასაწყისისთვის დავასალოთ ერთმანეთს თუ ძრავასთან რომ იწყებ თავიდანვე მუშაობა შეიძლება რაღაცები ვერ გაიგო და დაკარგო мотиваცია რაც ძალიან ცუდი არის კითხვა მაქვს გისმენ გოგა JavaScript-ს რამე ძრავა სჭირდება რომ გააკეთო თუ უბრალოდ Visual Studio-დან ჩვეულებრივად შესაძლოა VS Code-ი წარმოიდგინე Notepad-ის კი შეიძლება დაწერო JavaScript-ი აი ტექსტა დაკრიფავ სადაც გინდა JavaScript-ს და ეგ რო შენ ბრაუზერით გახსნა მე ეგ ტექსტი JavaScript-ის კოდია ჩათვალე მაგრამ text editor-ი ჭირდება რამე დაინსტალირება არა მოდი ახლა გავაკეთოთ გვირაბი ჩვენ აი ამ რა დავარქოთ ძეგლში თუ რაც არის მარტო ეს იყო მთელი გაკვეთილი თუ რაღაც ხვების ახსენით ძირითადად გავეცანით ჩვენ სტუდიოს და მოდელები იყოს როვერ დავაცალოთ გისმენ ის ხვრელის გაკეთება როგორ უნდა გავაკეთებინა აი ახლა ხსნით ახლა კიდევ ერთხელ გავაკეთებ და გავაკეთოთ მოდი ყურადღებით მისვინეთ და შემდეგ დასვით კითხვები ავირჩიოთ ეს ფართი ისევ ჩვენ როდესაც გვინდა რომ რაღაც აი თქვათ ეს არის ერთიანი ძეგლი უკვე ამას გავაერთიანებთ უნიონის საშუალებით და ეს არის უკვე ერთი მთლიანობა ჩვენ რო ზომა გავუზარდოთ ან მოვატრიალოთ ერთიანად მოტრიალდება ზომა რო შევცვალოთ ერთიანად შეიცვლის ზომას და ასე შემდეგ ეს არის ერთი უნიონი მოდი ვცადოთ ახლა აქ ჩვენ გვირაბის გაკეთება თუ გაჭრა აქ შუაში ეს ფართი ამ ფართის პოზიციონირება მოვახდინოთ აი ესე დაახლოებით ორივე მხარეს რო აი ნახევრად არ გვინდა რომ მოვახდინოთ მისი ნეგაცია აი თქვათ ეს გავხადეთ უფრო დიდი იყოს ვიდრე ეგ ფართი არის კი აი ეს სისქე შეიძლება არ გვიყოს აი მოვახდინოთ უნიონი და ნაწილობრივ მოიცადეთ ეს ხო ნეგატიური ფართი არის კი დავაუნიონოთ ხო არ იყო მოკლედ ამ ნაწილის ამოჭრისთვისაც კი მაგრამ სასურველი არის რომ ჯერ გქონდეს ჩვენ ეს როგორც დაშლილი სახით ესე უფრო მარტივად გაკეთდება სასურველი შედეგის მიღება გავატარებთ აი ამ უარყოფით ფართს ნუ მოვახდენთ მის უარყოფას მალე დავაჭიროთ negate და გავაერთიანოთ ეს ორი ფორმა ახლა და ფართი როგორ უნდა შევაწყობოთ ერთმანეთს ორი ფართი ეგეც არ მახსოვ ანუ მაგას ჩანაწერში ვნახავ ორი ფართის გაერთიანება ხდება ახლა ფართები რომ შევაწყობეთ შეხედე ეს ფართები რომ შევაწყობოთ შეგვიძლია ან დამოდელად გადავაქციოთ ან უნიონად გავაერთიანეთ всё უნიონის საშუალებით და როგორ უნიონის საშუალებით გავაერთიანებთ
კი, უნიონი აერთიანებს, უნიონ არის გაერთიანება. მოდი ამოვიწეროთ ეგრე. იმარა, აბა ხრელს როგორ გავუჭრათ? უნიონის საშუალებით ვერ კი, კი, ვიტყვით, კარგი კითხვები არის. უნიონ, ეს არის გაერთიანება. ხოლო negate არის უარყოფა რაღაც, უარყოფა. ხრელს როგორ ვჭრით ახლა? ზუსტად მაგაში არის საქმე, რომ ნეგაციას რო ვახდენით ჩვენ ფართს, უარყოფითი ფართი როცა შედის გაერთიანებაში. როცა შენ აერთიანებ ჩოულებრივ ფართსა და უარყოფით ფართს, აი ჩოულებრივი ფართი გაქვს და უარყოფითი ფართი. უნიონს რომ მახდენ, ნეგატიური ფართი ამოჭრის ნაწილს ჩოულებრივი ფართიდან. ანუ უარყოფითი ფართი წაშლის რაც შეხდება გზაზე ჩათვალე. ხოლო ფართი როგორ დავუმატოთ? union. ხოლო აი ჩოულებრივი შენ შეგიძლია ორი ფართი გააერთიანო. მოიცადე? გვაქვს ერთი ფართი, ავიღეთ მეორე. ესენი თუ გვინდა რომ გავაერთიანოთ ჩვენ ორი ნაწილია დაუშვათ, ესეთ ფართებზე არ დაგვჭირდებოდა გაერთიანება, მაგრამ გვინდა გავაერთიანოთ. გავუკეთებთ unions. ხოლო თუ აქედან ერთ-ერთი ფართი უარყოფითი, აი როგორიც ეს ანუ ფართი როგორ უნდა დავუდოთ თვითონ მაგაში, აი ეგ გავხსენი, ანუ თვითონ მაგაში. ეგ რო გავაკეთოთ, აი ყურადღებით მისვენეთ ხოლმე, რას ვიძახით, ნელა მივყვებით მასალას, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა დაიმოწმოთ. ამე ეს შემოვედით, სამეძინა და ვერ მოვასწარი სამწუხაროდ და დასწრებოდა. collision-ი გვაქვს ჩვენ. ანუ ორი ფართი რო შეეძლოს ერთმანეთში გასვლა. აი მაგალითად ეხლა უნდა გქონდეს ჩვენ ჩართული collisions. collisions უნდა გქონდეს გამორთული უпростоრად. ეს ორი ფართი, ეს ეხა ნეგატიური ფართი, აი მეორე ფართი ავიღოთ. აი რაც არ უნდა შევეცადოთ, რომ ეს ერთი ფართი გავატაროთ მეორე ფართი. არა, თვითონ ერთი რამე როგორ დავამატოთ, აი მარტო ოთხკუთხედიან რამე. ერთი რამე ფართი რო შევქნათ, აი ნახე, ფართს ვაჭერთ. გაკვეთილის ჩანაწერი კეთდება და უყურე გაკვეთილის შემდეგ. აი თითინად 1-15 წუთი ვსაუბრობდით ფართის დამატებაზე, სხვადასხვა ტიპის ფართების დამატებაზე და თვითონ სტუდიოს დაინსტალირებას. როგორ მოგასცემთ და გავაგრძელოთ. კი ბატონო. ვინც დააგვიანებთ ხოლმე, შეგიძლიათ შემდეგ ჩანაწერს უყუროთ, რომ იგივე არ ახსნათ. შეგვიძლია მოვახდინოთ აქ ჩვენ ინტერსექცია არ გვინდა უბრალოდ ჯერ. როდესაც უარყოფით, ხო ინტერსექციაზე ვისაუბრებთ რა არის და განაწილებაზე და ასე შემდეგ. დავაჭერთ ეს ნეგატიური ფართი არის. ანუ როცა ნეგატიური ფართი გვაქვს და ჩოულებრივი ფართი, collision-ები არის ჩართული, ანუ შეგვიძლია ორი ობიექტის ერთმანეთში გატარება ორი ფართის და ამათ გავაერთიანებთ უნიონის საშუალებით, აი მივიღებთ უკვე ისეთ ფართს, სადაც ნეგატიურმა ფართმა წაშალა ჩოულებრივი ფართი. ეხლა ბევრ რაღაცაში არის ეს გამოყენება. თუ აქვს ჩანჩქერი და გვინდა რომ ესე წყარო გავაკეთოთ, უბრალოდ დიდი იმას ავიღებთ, მრგვალ თეფის ავით რამეს და აი ესე წავშლით და მერე კიდე წყალს შემოვადენთ. შეიძლება ეგეთი რაღაც გაკეთება. კიდევ აი რა შემთხვევაში ვიყენებთ ამ ერთ წამით, რა შემთხვევაში განვიხილოთ კიდევ ერთ შემთხვევა, რადგან დაინტერესდით. აი გვაქვს დაუშვათ ერთი ესეთი ფართი და ავიღოთ თქვათ მეორე მსგავსი ფართი. ოღონდ ხო მოიცადეთ ზომა გავუზარდოთ ამას ცოტა სისქე უბრალოდ. აი ესეთი. და გვაქვს თქვათ მეორე ამის მსგავსი. გისმენ? ხო და სისქის გაზარდა როგორ უნდა? სისქის გაზარდა რაღაცები ახსენეთ. რა არის? შემთხვევით მანქანა დავამატე. toolbox-იდან? ანუ მაგებზე ვისაუბრებთ, აი toolbox-იდან როგორ შეიძლება და ავტომატურად შესულები უნდა ვიყოთ? არა, სტრუქტურა Roblox Studio-ში ავტომატურად შესულები უნდა ვიყოთ ახლა? ეს Roblox Studio-ში წენა დავალება მოგეცით და უნდა გაგეხსნათ კი დავალების გამო. ჩემს პარალელურად მუშაობა არ არის აუცილებელი. ჩვენ განვიხილეთ, კარგი, მაინც გავიხსენოთ, შევაჯამოთ რა ვისწავლეთ. 4 ხელსაწყო. არჩევა, გადაადგილება, ზომის შეცვლა და მოbrunება. აი მაგეებს გაკვეთილის პირველ ნაწილს თუ უყურებ ნახავ. ეხლა რა გვაქვს კიდევ აქ? აი დაუშვათ გვინდა რომ ესენი იყოს ზუსტ აი სწორად დაკავშირებული და ეს ნაწილები მოვაშოროთ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ავიღოთ ორი უარყოფითი ნაწილი თქვათ. ერთი ესეთი გავუზარდოთ ზომა, რომ მოიცვას დაახლოებით აი ეს ნაწილი. ჩამოვიტანოთ ცოტა ქვემოთ და ავიღოთ ეს ძალიან ბევრს იმას იზამს ოღონდ.
ეს გადავადგილოთ აქეთ. ხო, ამის გავსი control d-ს ვაჭერ, დუპლიკაციას ვახდენ აი ამ ფართის. ორიანს ვაჭერ რომ გადავაადგილო. move ხელსაწყოთი და მქონდეს ეს გადაადგილების საშუალებები. აი ესეთი რამე რო გავაკეთოთ დაახლოებით ახლა ჩვენ და გავაერთიანოთ ეს. მივიღებთ უფრო ზუსტ არა ცუდად ჩამოჭრა ამან. ნუ კარგად უნდა დაუკვირდეთ რას ჭრით ხოლმე. აი თქვათ ბატონი ლუკა გისმენ? მან შეიძლება FPS რო აწიოთ ცოტა მას ვერ ვიგებ ესეთი ნელიო. ოდი 720p იყოს და 30 FPS გაზიარების ხარისხი. მეტად რო გავზარდო შეიძლება გაჭედოს სხვებთან. ამიტომ არ გვინდა. ხო, აი რა გვინდა რომ მოვჭრათ. ჩვენ გვინდა მოვჭრათ აი ეს ნაწილი დააკვირდით. ამიტომ რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვათ. უფრო მარტივად რო ვქნათ. უბრალოდ ესეთ ფართს ავიღებ ერთ control d-t. მოდი ყველაფერს ვიტყვი ხოლმე რა. რა არის? ანუ ეკრანზე რასაც შევით ჩქარა მოძრაობს. ანუ შედარებით გვიან მოდის? კარგი გავსდი მაშინ FPS 60 FPS იყოს. აი ნახეთ ხო, მოდი ვიტყვი ხოლმე ყველაფერს რასაც ვაჭერ, გაორმაგება control d, ორიანი თქვათ, გადაადგილება და ასე შემდეგ. მოვაქცინოთ აი ამ ფართს უარყოფა ჩვენ. დაახლოებით გვინდა რომ ეს ნაწილი მოვჭრათ. აი სადღაც ასეთი ნაწილი. ნუ უფრო ზუსტი იმის აღება გვინდა რომ კარგად ეს ხა ძალიან მოიჭრება. ხო, აი დაუშვათ გადავჭრათ ამ ნაწილს. ვნახოთ რა მოხდება შედეგი. ამან უბრალოდ ბლოკი ჩამოჭრა. ნუ არის ხოლმე შემთხვევა რომ როცა უნიონის საშუალებით ესე ფართები გვაქვს, დაახლოებით უნდა ჩამოვჭრათ ჩვენ რა ნაწილი ნახეთ. აი ეს ნაწილი. რომ შევუერთდნენ ესენი ერთმანეთს. ეს მოვატრიალოთ ცოტა, მოვატრიალებდით დაუშვოთ ამ ფართს. აი ასე. ბატონო ლუკა, შეგიძლიათ რომ უმანახოთ კედე როგორ უნდა ვქნათ? კედე მას ნეგატივი და ნეგატივი? აი ხო ავიღეთ ეს ფართი ჩვენ. გაიწავშალოთ. ვაჭერ delete ღილაკს ასაშლილად. ვაჭერ ამ ფართს control უნიშნავ control d-ით ვქნი მის ანალოგიურს და გადმოვმოქს ორიანი საშუალებით. ეხლა უარყოფოთ რომ გავაკეთოთ ვაჭერთ negative. რა არის? რაღაცა შემოსვლას ცდილობს. ხო, მაგას ასისტენტები ამოიყვანი. მოდი გავაკეთოთ ესეთი რამე. ხო, შეგვიძლია გავაერთიანოთ ესენი. მოიხა ცუდად ჩამოიჭრა აქ მაინც. მაგრამ ასე ლამაზი არ არის. ხო, ესე არ არის ლამაზი. მართალი არის. ნუ დრო ჭირდება ხოლმე ამას. დაუშვათ გადავაადგილეთ. ორისთვის წინ ძალიან გამიჭედა და რამე ხომ არ გამოტოვე. ისეთი არაფერი წესით. თუ რაღაც არის. მას ჩვეულებრივი კედლიდან შეგვიძლია არა ის ფანჯრის ამოჭრა. კი, რა თქმა უნდა შეგვიძლია, აი როგორც აქ გავაკეთეთ ჩვენ. ეს ეხა მრგვალი ფანჯი არ არის ახალი. ნუ ფრიანად ვერ გამოჭრა. როგორც ჩანს, ბლონდი არ იყო გასული, მაგრამ ეს ნაწილი ამოიჭრა მაინც. ხო, აი ეს მოდი ეხა ფართს დავუბრუნდეთ ჩვენ. მოვახდინოთ ამისი გაერთიანება უარყოფით ფართთან. მივიღეთ რაღაც ესეთი ფორმა. ალბათ. ეს გავუზარდოთ ჩვენ ზომაში, ნახეთ. რაღაც აუზივით არის, ხო, ეხა თითქოს. თვითონ ანუ დაიხერხი აუზის გასაკეთებლად. კი. იდე უფრო კარგად რო ამოჭრილიყო, უფრო კარგი ნაწილი გამოვიდოდა. აი მაგეებში შეიძლება გამოგადგეთ. ანუ როგორც გინდა. აი მე პირდაპირ გავუჭრდი და მე რა გავუჭრი. ხო, ერთი ეგ არის. ამებში მოდელირებაში გამოიყენება. ინტერსექცია არის. აი თანაკვეთა ორი ნაწილის დაუშვათ ავიღეთ ამ ორის ინტერსექცია ჩვენ. კოლეჟენები გამოვთოთ. Intersect. Our result was empty possibly because everything got subtracted. ანუ შედეგი მივიღეთ ცარიელი, იმიტომ რომ ყველაფერი გამოვაკლდა. ყველაფერი გამოვაკლდა, რატო? ბატონი ლუკა, კითხვა მაქვს. მას ჩვენ ტერარიანს როდის ვისწავლით? Terrains, ანუ აი მას მიწარო, ხო მას. რელიეფს ალბათ ნუ მას მიწა. ანუ შემდეგზე ალბათ რელიეფს გავეცნობით. შემდეგ
ან გავიცნობით ჯერ კუთვნილებებსა და ობიექტებს რას წარმოადგენს. შემდეგ გავიცნობით უკვე terrains და დავიწყებთ სკრიპტირებას უკვე. მაგის შემდეგ. მას აი ესეთი ჩატი ნახეთ. ხო, მაგას გულისხმობ, კი ბატონო. აგებს დავიწყებთ შემდეგიდან. აი, ფერები რომ მივუცეთ კიდევაც იმას, რა ქვია, დიზაინს. ვაჭერთ აქ. კიდევ რა გვაქვს ახლა ჩვენ? არა, დიზაინის რომ მივუცეთ, ანუ ეს ბალახის. ბალახს რომ მივუცეთ დიზაინი? რაღაცეების დარეგულირება არის, გავეცნობით. ეხლა მოდი გადავიდეთ view სექციაში. ამ view სექცია განყოფილებაში ხედავთ ძალიან ბევრ რაღაცას, რის ჩართვა შეგვიძლია. აი რომ დავაჭიროთ, ჩავართოთ ყველაფერი. სხვადასხვა დამხმარე გვერდები არის ფანჯარა, რაც შეიძლება დაგვეხმაროს რაღაცეებში. ამებს გავეცნობით ჩვენ თანდათან, ჯერჯერობით არ დაგვჭირდება. ძირითადად გამოვიყენებთ Explorer properties და outputs. კიდევ რა ჩავერთეთ, asset manager-ი არ გვინდა. ასევე არ გვჭირდება script analysis. კიდე რა არის ჩართული? Script performance არ გვაქვს. უბრალოდ გამოვერთოთ აქედან, რაც არ გვჭირდება. Call stack ეს არ გვინდა. ხო, ძირითადად properties დაგვჭირდება და explorer-ი. და output გვერდი. მოდი გავაკეთოთ ახლა საკლასო დავალება აი ამ ინტერსექციაზე, რაც ვისწავლეთ. მაინტერესებს ამდენად გაიგეთ და chat-ში ნუსპამობთ თყოლად. მას რა უნდა გავაკეთოთ? ესე შექმნით. გვირაბი. ისე შექმნით გვირაბი. მას ხაში 3 დავალება თუ 2 დავალება? უსაშუალოდ 2-3. ესე იგი შექმნით გვირაბი უარყოფითი ნაწილებისა და ფართების გამოყენებით. აი კონსტანტინემ გააკეთა გვიყო ჩაღ. მას ეგრე მანქანები რო შედის აი ეგეთი. ხო. ასევე შექმნით შენობა ნასწავლი ცოდნით და თქვენი ინსპირაციით, ასე ვთქვათ. ნუ რაზეც გინდათ გააკეთეთ ერთი სიტყვით. მას ეს მსაშნაოა? არა, ეს არის საკლასო დავალება. ამებს გადავიტანთ კლასში. კლასში შეძლებ დარწმუნებული ვარ, რადგან გვიანჩვენო. ხო, მაშინ ჩანაწერს უყური და ჩანაწერის დროს, აი ჩანაწერის ყურების დროს გააკეთე ხელახ. მას ჩაგიგდეთ ნახეთ. კი, ვნახავ. ჩაჩ. ხო, თავიდან თქვენ დაინსტალირება მოგიწევდათ. მას ამაში აურები იწერება? მას ხოლოდ გვირაბი თუ რამე შენობათ? ანდრია, შენ დაწერე აურები ძირითადად საკლასო დავალებაში პირველ გაკვეთაზე. არა, აურები არ დამიწერი. ხო, საკლასო დავალებების მიხედვით დავწეროთ. მას. ისმენ? ხოლოდ გვირაბი თუ რამე ისე შენობა? გვირაბი გააკეთეთ და მე უკვე რას რო დაგრჩებათ, თუ მოასწრებთ კიდევ რაიმე გააკეთეთ თქვენი წარმოდგენით. კარგია, ვნახოთ ვინ გააკეთა. გადავიტანო საკლასო. მქონდა? არა, ჯერ დრო არ ამოწურულა. უბრალოდ ვიღაცებმა დაასრულეს უკვე. მაგრამ მეგონა დრო ამოიწურა. გაბრიელე შენი მანქანა არ არის, იმიტომ რომ დეკალი არის ჩასმული, ეგ არ გვისწავლია ჯერ. შეეცადეთ რომ დახვეწილი გვირაბი გააკეთოთ. აი სახლის გამარჯვება, კი, კარგია.
შეეცადეთ რომ სტრუქტურაც გამოაჩინოთ. აი ნახეთ როგორ დავალაგებ ახლა. აი ამებსაც გავაკეთეთ დღეს. მოდი დავუშვათ აი დღევანდელ ნასწავლმასალას ასაჯამებს არის ეს მოდელი. ეს უნიონი. ეს გადავიტანოთ ჩვენ classroom-ში. დანარჩენი წავშალოთ მოდი. ან შეგვიძლია ესეც გავაერთიანოთ. მაგას ცალკე ფაილი აქვს, აი ეგ ხო კლასო, ეგ ხო ახსენეთ იმაში რა ქვია. კი, ფოლდერები, კი, ნათქვამია მაგას ყველაფერი. კარგი, ესენი წავშალოთ მოდი. დანარჩენი. ზეგმენტი ფართები. და შეგვიძლია აქ სექციებადაც დავყოთ, თქვათ ლეველი 1-ის განყოფილება. უიანებით ჯერ იყოს ეს. კარგი, დრო გაქვთ 5 წუთი დავალების დასრულებლად. და ამით დასრულდება ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი. ბატონ ლუკა კითხავს. გისმენთ აბა? მას თქვენ პოლს გააკეთებთ? კი, მაგას ვიზამთ. მოდი პოლს შევქმნი ხა ძალიან საინტერესო. ახლა ჩატში ჩავაგდე ძალიან საინტერესო ხმის მიცემა. პოლ, ვისაც ხმა უნდა მისცეს. კითხვა ორი კვირიანი, ნუ გინდათ თუ არა გადახვიდეთ speed 2-ზე. ანუ კვირაში რომ ორი გაკვეთილი იყოს. ეს თუ იქნება გაკვეთილი კი, სხვანაირად ვერ არიან არც ერთი გამცალია, ანუ ორ დღეს რომ იყოს ერთი გაკვეთილი? დღეს არ ვიცი. არ ვიცი ზუსტად. შეიძლება იკითხოთ თუ არა. ხო, ეს მშობლების თანახმა უნდა იყვნენ ამაზე. აი ძალიან თუ გინდათ რომ მალე ისწავლოთ game development-ი და მაღალ დონეზე მალე ახვიდეთ და მაგარი რეალური პროექტები შექმნათ, მაშინ შეგიძლიათ ბატონი ლუკა კითხვა მაქვს. გისმენ? მას ესე იგი ვებზე დავდივარ და მაინტერესებს თუ შეიძლება მას game development-ზე რო გადავიდე. მაიგ არ ვიცი ზუსტად. ბატონ ნიკას უნდა შევუთანხმო ეგ. მას მე ორივეზე დავდივარ. მეც ორივეზე დავდივარ. აი ჩადები ხარ თქვენ. აი ესე იგი მას ორი კვირიანი გვექნება ხო? ნუ უკვე 15 არის და მისახმა, მაგრამ 10-მა მისახმა. გააჩნია ნამდვილად სურთ გადმოსვლა თუ არა? ნახოთ. მე მინდა. გევედრებით მას ჩვენი ოცნება game developer-ი რო გამოვიდა, ის გევედრებით რა. მას ხმის შედეგებს გავანალიზებთ ბოლოს და შეგატყობინებთ უკვე გაკვეთილის შემდეგ. მას ნეგატივზე რომ გადამაგ მას მას არის უბრალოდ შევაერთო. ნახე ფართს ნეგაციას რომ ახდენ. უნიონის საშუალებას რატომ არ გაძლევს? უნდა მოინიშნო შენ. შეხედე უნიონს კი გამოიყენებ, მაგრამ აი რომ გავხსნათ Roblox Studio. საწავიდა აი ეს ობიექტი დავუშვათ. შენ შეიძლება გააკეთე ნეგაცია, ხო? მაგრამ როდესაც აი მაგ ერთი ფართი ვთქვათ. მოვახდინე მე ამისი. მას მივხვდი რაც არის არასწორი. ეს ორივე უნდა მოინიშნო შენ რომ გააკეთო ნეგაცია. თორე უნიონი უბრალოდ ორი მაინც უნდა გქონდეს მონიშნული რომ გააერთიანო. თორე რასთან აერთიანებ? კარგით რასთან. მას ჩატი ნახეთ. კარგი, გააგრძელეთ თქვენ საკლასო დავალებებზე მუშაობა, ვნახოთ კონსტანტინემ რა გააკეთა. ძეგლი გააკეთა. კი ბატონო, კარგია. ეს ვნახოთ. ეს შენ გააკეთე, სანდრო? ყოჩახ მაგარი რამია, კარგი მოდელი არის. სერიოზულია ეს უკვე. თუ შენით გააკეთე. მას. გისმენ? მას. დიახ, მას შემით გავაკეთე. ეკრანი გავაზიარებ შეიძლება. მოდი ეგ გაკვეთილის შემდეგ განვიხილოთ ცალკე. ახლა დასრულებულია ჩვენი გაკვეთილი. მე მეორე გაკვეთილი მოხდება ჯგუფ 64-თან და ჩატში ჩააგდეთ მოგვიანებით ვნახავ. შემდეგ გაკვეთილზე უნდა გადავიდე სამწუხაროდ და დაგემშვიდობებით.